მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი საქართველოს ვიდეო პოდკასტს სახელწოდებით როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, ვისაუბრებთ საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ ოპერაციებზე, ანუ იმაზე თუ როგორ და რატომ ხდება манипуляция მედიით და როგორ და რატომ ხდება ზეგავლენა მასებზე. Ამ მიმართულებით ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი. დღეს ჩვენი სტუმარი არის სტრატეგიული კომუნიკაციების მკვლევარი გიორგი მოლოდინი და ვიდრე გადავიდოდეთ უშუალოდ ძალიან საინტერესო ეპიზოდზე, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ აქტიუროთ კომენტარებში, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები და გამოიწეროთ ჩვენი, ანუ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის YouTube-ის გვერდი. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. მადლობა გიორგი სტუმრობისთვის. დღეს როგორც თქვი უკვე ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ ახდენენ მთავრობები, სახელმწიფოები, სხვადასხვა ჯგუფები манипуляციას მედიის და ინფორმაციის საშუალებით და ვისაუბრებთ იმ კუთხიდან, რაზეც ძალიან იშვიათად თუ საერთოდ საუბრობენ ქართულ საინფორმაციო გარემოში. ეს არის საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციები და ჩემი პირველი კითხვაც იქნება ზუსტად ეს. Ფართოდ არის გავრცელებული, ხშირად გვესმის ეს სიტყვები პროპაგანდასთან მიმართებაში, ინფორმაციასთან მიმართებაში, მაგრამ აუხსნათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, კონკრეტულად რას გულისხმობთ, როდესაც საუბრობთ საინფორმაციო ოპერაციებზე, ფსიქოლოგიურ ოპერაციებზე და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ყველაფერზე საუბარი. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში იმ გადაცემაში, რომელსაც ჯერ ერთი რომ საინტერესო სათაური აქვს და მე იმიტომ რომ იმაზე უფრო მნიშვნელოვან საქმეს და უფრო კარგად აკეთებს ვიდრე ამას დღეს აკეთებენ საქართველოში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები და მადლობა თქვენ რომ სრულიად უანგაროდ აკეთებთ ამ საქმეს. საკმაოდ რთული და კომპლექსური თემაა და მე შევეცდები რომ ჩემი შეხედულებები გაგიზიაროთ. იმედი მაქვს რომ ეს იქნება საინტერესო და მიუხედავად ამ თემის თვითონ კომპლექსურობისა რაღაცნაირად ვეცდები რომ გავამარტივოთ და გასაგები გახდეს ჩვენი მსმენელებისთვის. დღეს ახლა არავისთვის ასე ვთქვათ პრობლემა აღარ არის ინფორმაციის მოძიება და ზოგადად დღეს ამ ჩვენს პერიოდში, ჩვენს ეპოქაში ინფორმაციის მოძიება და ზოგადად ინფორმაციის დეფიციტი არ წარმოადგენს პრობლემას, პირიქით ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის ჭარბი ინფორმაცია და საინფორმაციო ხმაური და გადატვირთვა, რომელიც ჩვენ გვიბიძგებს იმის ხშირად ფოკუსისა და ფოკუსის დაკარგვისკენ ან აქცენტების გადატანისკენ, ყურადღების გაფანტვისკენ და ასე შემდეგ და ერთი საინტერესო ასე ვთქვათ მიგნებას და დადასტურებული სტატისტიკაც რომ შემოვაშალოთ მსმენელისთვის კიდევ უფრო გასაგები გახდება, სანამ ჩვენ საუბარს დავასრულებთ. მსმენელმა უნდა იცოდეს რომ იცოდეს, სანამ ჩვენ საუბარს დავასრულებთ და დაახლოებით ბოლო 1 საათის მანძილზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმაზე უფრო მეტი ინფორმაცია გავრცელდება, ვიდრე ეს ბოლო 2 საუკუნეში გავრცელდა. აი, მასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ და დავინახოთ, აი ამ რეალობაში ვცხოვრობთ. აი ამ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, ოპერირება, საქმიანობა, როდესაც მთელი პრობლემა არის ბევრი ინფორმაცია. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი ტვინი და ჩვენი გონება ზოგადად მიდრეკილია შეცდომების დაშვებისკენ. იმიტომ რომ ჩვენი ტვინის მთავარი ფუნქცია არ არის ანალიტიკური აზროვნება. ბუნებრივად ჩვენი ტვინის მთავარი ფუნქცია არის ის, რომ მან ყველაზე კრიზისულ მომენტებში გადაგვარჩინოს, იაზროვნოს სწრაფად, შაბლონებით ხო by default რასაც ეძახიან. შაბლონურად და მოგვაწოდოს კრიზისიდან გამოსვლის სწრაფი გადაწყვეტის გზები. და სწორედ აი ამ სიჩქარეში ადამიანი მიდრეკილია რომ დაუშვას შეცდომა და თუ ამ დროს აი ამ სიჩქარეში შენ ტვინს ასე ვთქვათ სხვა რომელიღაცა მესამე ძალა მიაწვლის დამატებით ინფორმაციას რომელიც მიზანმიმართულად იქნება დამახინჯებული და манипуლირებული, გარანტირებულად შეიძლება ვიცოდეთ დარწმუნებულები ვიყოთ რომ შენ უეჭველი დაუშვებ შეცდომებს. რა ტიპის ქმედებები შეიძლება იყოს ან რა ტიპის აზროვნების მოდელი შეიძლება იყოს რომელსაც შევყავართ ჩვენ შეცდომაში. მაგალითად ტვინი მიდრეკილია რომ იპოვოს მარტივად და სწრაფად კითხვები ყველაზე რთულ საკითხებზეც. ამიტომ ხშირად ჩვენ როგორც კი რაღაცა რთული შეკითხვა გვებადება
ამ შემთხვევაში by default შაბლონურად twin-ი გვაწვდის ამ კითხვაზე, ამ კითხვებზე ისეთ პასუხებს, რომელიც შესაბამისობაში მოდის მაგალითად ჩვენს შეხედულებებთან, ჩვენს განწყობებთან, დამოკიდებულებებთან და რწმენებთან, წინარერწმენ, რომელიც ამ კითხვის გაჩენამდე უკვე გქონდა. ამიტომ twin-ი მიდრეკილია, რომ სასწრაფო ტიპოვოს პასუხი შენთვის ყველაზე რთულ კითხვაზე, რადგან შენთვის კითხვაზე პასუხის არ არსებობა ძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, სტრესია. ამიტომ როგორც კი შენ ეს კითხვები გაქვს, twin-მა უნდა უპასუხოს ამ შეკითხვას და უპასუხებს მაშინვე, როგორც კი პირველივე შესაძლებლობაზე, როგორც კი იპოვის ის შენს გონებაში რაიმე საშუალებას აუცილებლად გამოიყენებს. თუ შენ გაქვს რაღაცა შეკითხვები კონკრეტულ, არ ვიცი, ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, თუ კი რამე ამ საკითხის გარშემო ხსმენია, ტყუილი თუ მართალი ამას მნიშვნელობა არ აქვს, პირველივე შემოგთავაზებს ამ საკითხზე ამ პასუხს. ამიტომ თუ შენ ეს დადასტურებულად არ იცი, რომ ეს ასეა. ხო, ამ შემთხვევაში უკვე შენ ხარ მსხვერპლი ზედაპირული ინფორმაციის, ხო? მაგალითად, რთულ ადამიანებს თუ დააკვირდები, ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულ საკითხებზე აქვთ ხოლმე ძალიან მარტივი გადაწყვეტილებები. მარტივი პასუხები, ან თუ მარტივი პასუხებიც არ აქვს და ეს პასუხები არ არის, თუნდაც მეცნიერული პასუხები, იმ წუთში ეს ადამიანები ამ რთულ კითხვებზე პასუხად შემოგვაშველებენ ხოლმე რაღაცას, არ ვიცი, თქმულებებს, ანდაზებს, რაღაცა ფრთიან ფრაზებს, გამოგონილ ისტორიებს და მსგავსი ტიპის რაღაცა წინადადებებს და პასუხებს. იმიტომ რომ ეს მარტივია, ეს ადვილია, მარტივად მოიძია, მარტივად სცემს ყველაზე რთულ პასუხს და ასე შემდეგ. მაგალითად, რატომ აკეთებთ ამას, ხო? ადამიანმა, რომელიც აკეთებს რაღაცა, ატარებს რაღაცა რიტუალს სოფელში, მაგრამ არ აქვს პასუხი, რატომ აკეთებს ამას და არც იცის ამ რიტუალის არსი და შენ მას ეკითხები, რომ რატომ ატარებ ამ რიტუალს, რომელსაც არაფერი სიკეთე არ მოაქვს შენთვის და შენი საზოგადოების, ის გეუბნება, რომ ჩვენი წინაპრებიც ასე აკეთებდნენ. ხო, მარტივი გამოსავალია, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მან უნდა მოიძიოს, იკვლიოს ეს საკითხი, წავიდეს სიღრმეებში, ანალიტიკურად იაზროს, კრიტიკული აზროვნება ჩართოს და ეს დამატებითი მტკივნეული საკითხია twin-ისთვის, იმიტომ რომ როცა twin-ი ამას აკეთებს, ის გლუკოზას მოიხმარს და გლუკოზის ბევრი მოხმარება იწვევს მერე დეფიციტს, გამოფიტვას და დაღლას, ხო, იმიტომ რომ ხო ვიცით ყველამ, რომ ანალიტიკური აზროვნება ფიტავს და შეიძლება თოხზე იმუშაო და ბარზე და ისე არ დაიღალო, როგორც შეიძლება დაიღალოს სტუდენტი გამოცდის წინ მომზადების დროს, ხო. ამიტომ ანალიტიკური აზროვნება მტკივნეული პროცესია რა twin-ისთვის. ამიტომ შაბლონურად გეუბნება, რომ, რა ვიცი, ჩემი წინაპარიც ასე აკეთებდა და მორჩა. ეს არის. გასაგებია. და რომ გავაგრძელოთ, ხო, საინფორმაციო. აი ამ პროცესში უკვე შემოდის საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციების თემას და საკითხის. მოდი ისტორიასაც შევეხოთ მცირე და უშუალოდ როდის ჩნდება ეს თვითონ ეს გაგება ამისი დარგის წამოწევა წინა პლანზე. ნუ ძნელია ჩვენ ამაზე ვისაუბროთ და ვთქვათ, რომ ეს გუშინ და გუშინ წინ განჩნდა როგორც მიმართულება და როგორც ფორმალური დოქტრინების სახით, ხო, ჩვენს ასე ვთქვათ საქმიანობაში, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 2500 წლის წინ ჩინელი სტრატეგის ასე ვთქვათ წიგნში შეიძლება მოვიძიოთ საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციებისთვის დამახასიათებელი ასე ვთქვათ სტრატეგიები და ტაქტიკები, ხო? შემდეგ უკვე ხვდებით და უშუალოდ კლაუზევისთან, ხო, და სხვადასხვა სტრატეგიებთან ომის ნისლში და ასე შემდეგ. და ჩვენი ქართველი მეფეების სამხედრო სტრატეგიებში შეიძლება ვიპოვოთ რაღაცა საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციების დეტალები. უბრალოდ ფაქტია, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იწყებს საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციები, როგორც სამხედრო დოქტრინა, ისე ჩამოყალიბებას და როგორც სახელმძღვანელო შემოდის უკვე შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში. პირველი მსოფლიო ომის დროს ეს ხდება მაშინ, როდესაც პირველი სტრატეგიული დაბომბვა მოხდა ანტვერპენის, როდესაც გერმანელებმა დაბომბეს ანტვერპენი, მაშინ გაჩნდა ეგრეთ წოდებული ტერმინი shell shock. ხო, ეს არის დაბომბვისგან მიღებული შოკი, როდესაც სამხედრო ექიმებმა დაიწყეს დაკვირვება იმ სამხედროებზე, რომლებმაც ეს შოკი გამოსცადეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ შოკისგან მიღებული ტრავმები, ასე ვთქვათ, ყველაზე
ძლიერ კომპეტენტურ, კარგად შეიარაღებულ ჯარისკაცაც აიძულებდა დანებებას და ტყვედ ჩაბარებას. ამის შემდეგ უკვე მიდის მას ცდელობა უკვე ლაგამი ამოსდონ ჩვენს გონებას და დაიწყოს ჩვენი გონების ხელოვნური მართვა. და მეორე მსოფლიო ომში უკვე ჩვენ ვხვდებით უკვე გაძლიერებულ და დოქტრინის სახით შემოთავაზებულ საინფორმაციო ფსიქოლოგიურ ოპერაციებს. ანუ პირველი მსოფლიო ომის დროს, როგორც მივხვდი, მიმართულებით მიდიოდა, რომ გაეძლიერებინათ სამხედროების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. გაეძლიერებინათ. ამ შემთხვევაში, როდესაც უკვე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ როგორ ანუ პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო მუშაობა პირველი მოწინააღმდეგი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებზე მორალური ზეწოლისა და ზემოქმედებისთვის შესაბამისად ავტომატურად იწყება ფიქრი იმაზე, როგორ გაძლიერდეს საკუთარი შეიარაღებული ძალების სამხედროების მორალური მდგრადობის, მორალური მდგომარეობა, ანუ როგორ გაძლიერდეს და მედეგობა როგორ ამაღლდეს უფრო მეტად. და მეორე მსოფლიო ომში ეს უკვე დარგია ლამის მეცნიერებაა და ამაზე განსაკუთრებით კარგად მუშაობდნენ შეერთებული შტატების წარმომადგენლები, თუმცა უკვე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც ამაზე აქტიურად მუშაობდა მაშინდელი ნაცისტური გერმანიას და ჩვენ გვახსოვს ამის ვიდეო კადრებიც მე მგონი ჩვენ გვაქვს ეთერში საშუალება რომ ტექნიკურად ვაჩვენოთ კიდეც ეს კადრები როგორ მასიურად ჩაბარდა დაუშვათ რამდენიმე მილიონი საბჭოთა არმიელი ნაცისტურ გერმანიას ხო რა იყო ამის საიდან როგორ რანაირად მათ იმ შემთხვევაში შეიარაღების დეფიციტი არ ყოფილა კი ეს იყო ზუსტად საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციების შედეგი როდესაც მასიურად ბარდებოდა საბჭოთა არმიელი და რომ წამოვიდეთ ახლა და უკვე თანამედროვეობაზე ვისაუბროთ, საინფორმაციო და კიდევ უფრო გავამარტივოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი მსმენელისთვის, რა არის საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაცია, ესე მაგალითი შემიძლია რომ შემოგთავაზოთ, დაუშვათ ჩვენ საინფორმაციო ოპერაცია, რომ დავყოთ, ჯერ საინფორმაციო ოპერაციაზე ვისაუბროთ, საინფორმაციო ოპერაცია უნდა შევადაროთ თეატრალურ სცენას, სადაც დაუშვათ განათებები, სადაც ყავს რეჟისორი, არის სცენაზე დაუშვათ რომ წარმოვიდგინოთ რა, რომ ყალბი დეკორაციები, ეს არის fake account-ები, განათება, ამ სცენის განათება, ეს არის ის პროჟექტორები, რომელიც მხოლოდ იმ მედია საშუალებას ანათებს, რომელიც რეჟისორს უნდა რომ გაანათოს და შემდეგ მე სამიზნე აუდიტორიამ დაინახოს. ხმაურიანი ეგრეთ წოდებული მასოვკა ეს იყოს დაუშვათ ტროლების არმიები და ეს არის ინფრასტრუქტურა, ანუ საინფორმაციო ოპერაციის ამოცანა არის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სადაც რეჟისორმა უნდა დაგეგმოს და დააორგანიზოს ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მეორე პლანზე საქმეში ჩაერთოს საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაცია. აი, საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაცია, როდესაც შემოდის უკვე სცენაზე, აქ რეჟისორის მთავარი ამოცანა ჩვენ მოქალაქეები, რომლებიც ამ სცენაზე უკვე როლში ვართ, მსახიობები ვართ, არ გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ამ სცენას ვთამაშობთ, რომ ჩვენ ამ როლში ვართ. ანუ რეჟისორის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ ამ როლში დავრჩეთ და ვიხელმძღვანელოთ ამ ყალბი დეკორაციებით. სადაც არიან ტროლების არმიები, სადაც არის განათება, რომელიც მხოლოდ იმ მედია საშუალებას ანათებს, რომელიც უნდა რეჟისორს რომ ჩვენ დავინახოთ ის ალბი აკაუნტები, რომლებიც ავრცელებენ იმ ინფორმაციას, რომელიც რეჟისორს უნდა რომ ჩვენ გავეცნოთ და მთავარი ამოცანა საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციის კიდევ ერთხელ რომ გავიმეორთ არის ის, რომ ჩვენ არ გავაცნობიეროთ, რომ ამ როლს ვასრულებთ. და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაძლევენ უკვე სხვადასხვა სცენარებს, სხვადასხვა როლს გვარგებენ და ამ სცენარებში უკვე რეჟისორი ცდილობს, რომ ის სცენარები გაათამაშოს და ის როლები გვათამაშოს, რომელიც მისთვის არის აუცილებელი და მას სჭირდება. მოგვარგებს ზოგი, დაუშვათ ამ ზოგიერთი სცენარის მიხედვით ჩვენ გვეტყვიან, რომ შენი ყველა მეზობელი, რომელიც შენს პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება, არის ქვეყნის მოღალატე. ჩვენ ზოგიერთი სცენარის მიხედვით რეჟისორი გვათამაშებს როლს, სადაც დაუშვათ ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება და სრული უპერსპექტივობაა და სადაც ჩვენს პოლიტიკურ აქტივიზმს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ამ ქვეყანას ჩვენ მაინც ვერაფერს ვერ შევცვლით და რა ვიცი, ზოგიერთი სცენარის მიხედვით იქნება გათამაშება და როლები, სადაც დაუშვათ ჩვენი ეროვნული გმირები იქნებიან, ასე ვთქვათ,
სრულიად აბსურდულ ომებსა და ბრძოლებს შეწირული ადამიანები და მათი ბრძოლა და გმირობა გაუფასურებული იქნება და გვეტყვიან რომ ჩვენი ეროვნული იდენტობაც ასე ვთქვათ არაფრის მომცემია და ბრძოლას აზრი არასდროს არ აქვს. აი ამ ტიპის სცენარებს გათამაშებს რეჟისორი, როდესაც საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაცია ერთვება და შემოდის სცენაზე. კი, ძალიან მიხარია რომ ესეთი შედარება გააკეთე და ვიტყვი რატო, იმიტომ რომ ნებისმიერ სხვა დისკუსიაში როცა ხსნიან საინფორმაციო ფსიქოლოგიურ ოპერაციას მოსახლეობა გამოდის როგორც მაყურებელი. რეალურად ამ ანალოგიაში ვერ იაზრებ, რომ შენ შეიძლება ითამაშო და შენს ხარ ამ საინფორმაციო გარემოს ნაწილი. გინდა არ გინდა, მიზანმიმართულად ახორციელებ რაიმე ქმედებას თუ არა, შენ ხარ ამ საინფორმაციო გარემოს ნაწილი. აქტორი ხარ, რომელსაც ის დეკორაციები, ის სხვადასხვა მედია საშუალებები, ის ჩართულობები, გარშემო რაც არის, რას ენათება შუქი, რას ხედავ, რას ვერ ხედავ, ეს ყველაფერი ჩვენზე მოქმედებს და ჩვენს გვაკეთებინებს რაღაცას გვავრცელებინებს ინფორმაციას და ძალიან ბევრ ადამიანს ვინც ამ თემაზე საუბრობს ავიწყდება რომ ყველა ადამიანი მიუხედავად იმისა ის გამიზნულა თუ გაუმიზნავად არის კომუნიკატორი და ასრულებს რაღაცა როლს ამ ყველაფერში და მადლობა კიდევ ერთხელ ამ შედარებისთვის ძალიან დიდი მადლობა თუ გასაგები და სასარგებლო მაგალითია კიდევ ერთხელ ჩვენ აბსოლუტურად გეთანხმებით ვართ მთავარი აქტორები, მთავარ როლში ვართ, არსებობს რეჟისორი, რომელსაც არ უნდა რომ ჩვენ გავიაზროთ, რომ ჩვენ ამ როლში ვართ და საინფორმაციო ოპერაციები ქმნიან ილუზიას, გარემოსი ილუზიას რეალობისა, რომ და რეჟისორს უსწრომ ჩვენ ამ რეალობაში დიდხანს დავრჩეთ, ამ ყალბ რეალობაში. შესაბამისად, ეს არის ამიტომ არის მთავარი, ამიტომ არის აუცილებელი, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, ნებისმიერი დარგის წარმომადგენელს დღეს 21 საუკუნეში, სადაც 20 წუთში იმაზე მეტი ინფორმაცია ვრცელდება, ვიდრე 1 საუკუნის მანძილზე გავრცელდებოდა, ეს მოდეს კომუნიკაციის ანაბანა. კომუნიკაციის ანაბანა ადამიანს ესმოდეს, რომ გზავნილს, რომელსაც გააგზავნის A პუნქტი და B პუნქტში, კონკრეტული ადრესატი როგორ მიიღებს, რა შემთხვევაში მიიღებს ისე, როგორც ეს გზავნილის, ასე ვთქვათ, გამგზავნს ჰქონდა ჩაფიქრებული, რა იმოქმედებს ამ გზავნილზე და შუა გზაში საინფორმაციო ხმაურის გამო შეიცვლის თუ არა ის შინაარს. რა პასუხს დააბრუნებს დაუშვათ B პუნქტიდან მეორე კომუნიკატორი. ეს არის კომუნიკაციის ანაბანა, რომელიც მგონია, რომ დღეს ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელმა უბრალოდ ბაზისურ დონეზე მაინც უნდა იცოდეს და უნდა ესმოდეს, რომ სანამ Facebook-ზე ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში რაიმე კომენტარს გააკეთებს, მე ვფიქრობ, რომ უნდა დაფიქრდეს და იკითხოს, ვის სცენარს ვთამაშობთ. ვის როლში ვართ, ეს არის ჩვენი როლი, ჩვენი სცენარი თუ იმ უხილავი რეჟისორის, რომელსაც არ სურს რომ გავიაზროთ, რომ ჩვენ რაღაცა როლი მოგვარგეს. ეს შეკითხვა აუცილებელია. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვითამაშებთ მოწინააღმდეგის სცენარში და სცენარით და როლში. ჩვენს რიგითმა მოქალაქეებმა ჩემი აზრით, ჩემი მოკრძალებული აზრით, ხა არავის ჭკუას არ ვასწავლი და სახელმწიფო მესვეურებმაც, იმ ადამიანებმა, ვისაც ეს ევალება, ერთი რამე ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი რიგითი მოქალაქეების, ყველა საქართველოს მოქალაქეების გონება ეს არის საქართველოს სუვერენული ტერიტორია. აი როგორც ჩვენი მესაზღვრეები იცავენ თითოეულ გოჯს ჩვენი მიწისას, ახლა ამ წუთში და აქ, ისე საჭიროებს ჩვენი საქართველოს მოქალაქეების გონება და კოგნიტური შესაძლებლობები და კოგნიტური სივრცე დაცვას. ჩვენი გონება არის საქართველოს სუვერენული ტერიტორია. მას სჭირდება დაცვა და მასზე შეტევა უნდა ითვლებოდეს შეტევად სახელმწიფოზე. ეს არის ჩემი პოზიცია. ძალიან კარგი პოზიცია და მართლა ანუ გამარტივებულად შეგვიძლია ესე აუხსნათ ადამიანებს, რომ კოგნიტური გარემო ძალიან ბევრი სამხედრო დოქტრინის მიხედვით არის სამხედრო ოპერირების გარემო. ისევე როგორც ფიზიკურ სამყაროში, ისევე როგორც კიბერ სამყაროში და ეხლა არის საუბარი იმაზე ნატოს მეხუთე არტიკლი უნდა გავრცელდეს თუ არა მეხუთე უბრალოდ კიბერ განზომილებაზე.
ისევე კოგნიტური განზომილება არის თითოეული ადამიანის ერთი პირადი სივრცე და მეორე ეროვნული ინტერესი არის, რომ ამ ადამიანებზე არ იყოს უცხო გავლენა, იმიტომ რომ ეს ადამიანები მეორე დღეს მიდიან საარჩევნო უბანთან არჩევანს აკეთებენ და მათ შეიძლება სრულიად თუ მოწამლული არის საინფორმაციო გარემო და შემოღწეული არის საინფორმაციო გარემო მტრის მიერ, მათ შეიძლება თავისი ინტერესების წინააღმდეგ გააკეთონ არჩევანი. თვითონვე გამოუთხარონ თავის სახელმწიფოს საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაც არის იგივე რეფლექსური კონტროლი. შენ გააკეთო საქმე, რომელიც გონია რომ შენთვის სასარგებლოა, მაგრამ ამ დროს მეორე ხელით ასრულებ ძირს უთხრიდე საკუთარ თავს, საკუთარ საზოგადოებას, საკუთარ ქვეყანას. ამიტომ ძალიან ძნელია რომ არ გესმოდეს უბრალოდ ელემენტარული საკომუნიკაციო სივრცე და გარემო თანამედროვე. კი ბატონო, უფრო გასაგები რო იყოს ჩვენი მაყურებლისთვის და მსმენელისთვის. მოდი გადავიდეთ უკვე კონკრეტიკაზე. ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე საზოგადოებაში რუსულ პროპაგანდაზე, რუსულ საინფორმაციო აქტივობებზე, ოპერაციებზე, ეს იყო რუსული ოპერაცია, ეს იყო რუსული რაღაცა, ასე შემდეგ. შემდეგი რამდენიმე წუთის განმავლობაში ვისაუბრებთ უშუალოდ რუსულ საინფორმაციო ოპერაციებზე, პროპაგანდაზე, მაგრამ ამ მომენტში მინდა შევეხოთ ზუსტად ამ თემის გაგრძელებად. ვის შეიძლება მიიჩნევდეს რუსეთი რუსული პროპაგანდის, თავისი პროპაგანდის სამიზნე აუდიტორიად საქართველოში? დიდი მადლობა, ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა. და სამწუხაროა ის, რომ ჩვენს პროფესიულ, ასე ვთქვათ, სივრცეში ამ საკითხზე ან საერთოდ არავინ საუბრობს, ან თუ საუბრობენ, ეს ერთად ხდება ხოლმე ჩვენთვის დამახასიათებელი ზედაპირულობით და მალევე ვიწყებთ და არ მეგვაჩნია ხოლმე რატომღაც ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. მე ვეცდები რომ ჩემი შეხედულება გითხრათ და დავიწყებ იმით რომ იმისთვის რომ თქვენს კითხვაზე პასუხი გავცეთ, მე მიზანშეწონილად მიმაჩნია რომ ერთი წუთით მაინც რამდენადაც ეს ჩვენთვის ასე ვთქვათ მიუღებელი არ უნდა იყოს, თავი წარმოვიდგინოთ როგორც კრემლის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებად, რომლებმაც მიიღეს ეს დავალება იმოქმედონ ქართული კონკრეტული პოლიტიკური კრემლის პოლიტიკური მიზნების უზრუნველსაყოფად, იმოქმედონ საქართველოში კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიაზე შესაბამისი ზემოქმედების მოსახდენად. თქვენ რომ მიყოთ კრემლის საინფორმაციო პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ღონისძიებების ჯგუფის ლიდერი, წარმომადგენელი, არ ვიცი. საიდან დაიწყებთ? როგორ დაიწყებდით სამიზნე აუდიტორიის მოძებნას საქართველოში და რის მიხედვით შეარჩევდით მას? ჩემი დაკვირვებით და ჩემი ვარაუდით, პირველი რასაც აკეთებს ალბათ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი, ქართულ სამიზნე აუდიტორიაში იწყებს გამაერთიანებლებისა და მოწყვლადობების მიხედვით ამ ჯგუფის დაყოფას, დანაწევრებას ან გაერთიანებას. და სავარაუდოდ პოულობს იმ დიდ ჯგუფს, რომელსაც რაღაცა აერთიანებს, რაღაცა ჰყოფს და საბოლოო ჯამში მაინც წარმოადგენენ ერთ მთლიანობას. ვინ შეიძლება იყოს ეს ადამიანი? რა ჯგუფია ადამიანების და ვინ არიან ეს ადამიანები? ჩემი აზრით დღევანდელი თანამედროვე, ასე ვთქვათ, რუსული პროპაგანდა და საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციების რუსული ანალოგი დღეს უნდა ემუშავებოდეს დაახლოებით 1.5 მილიონზე მეტ ადამიანს საქართველოში. ანუ ძირითად ზოგად სამიზნე აუდიტორიად, ხო, პროფესიაში კარგად იცით general target audience, რასაც ქვია. აი ვინ შეიძლება იყოს ეს ძირითადი სამიზნე აუდიტორია? მე მგონია რომ ეს შეიძლება იყოს 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი. ვინ არიან ეს ადამიანები? ეს ადამიანები მაღალი ალბათობით არიან ისინი, რომლებმაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში შევიდნენ სკოლაში, პირველ კლასში, ანუ ბაღი საბჭოთა კავშირის პერიოდში გაიარეს, შევიდნენ სკოლაში საბჭოთა კავშირის პერიოდში და საბჭოთა კავშირის დანგრევის დროს დაასრულეს სკოლა. მინიმუმ ეს აუდიტორია. და ჩვენ ვნახავთ, რომ კი, ესეთი ადამიანები არიან 1.5 მილიონი დაახლოებით.
თუ კიდევ უფრო მეტად დავყოფთ ამ სამიზნე აუდიტორიას, აღმოვაჩენთ, რომ ამ 1.5 მილიონი ადამიანში 860,000-ზე მეტი ადამიანი ექცევა პენსიონერთა ასაკის ადამიანები, ჯგუფი, პენსიონერთა ჯგუფი. რა აერთიანებს ამ ადამიანების ჯგუფს? რატო არის საინტერესო და რატო შეიძლება მუშაობდეს რუსული პროპაგანდა ამ ადამიანებზე? მე როგორც გითხარით, ამ ადამიანებს აერთიანებთ რა? ბაღი, საბჭოთა კავშირის პერიოდი, სკოლა, სასკოლო პერიოდი, საბჭოთა კავშირის პერიოდი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რატომ ხდება ეს? და შემდეგ უკვე ამ აუდიტორიაში ხედავთ, რომ ესენი არის 860,000-ზე მეტი ადამიანი პენსიონერია. ეს ხალხი აქ ხდება ამ ჯგუფში. რატომ? რა აერთიანებთ მათ? მათ აერთიანებთ საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემა. რატომ არის საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემა საინტერესო ჩვენთვის და რატომ უნდა დავს ვიდრე აუდიტორიაზე ვისაუბრებთ და რატომ მუშაობენ მათზე? მოდი ჯერ ახლა ვისაუბროთ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რაც აერთიანებს ამ აუდიტორიას. აქ მინდა რომ სანამ განათლების სისტემაზე, საბჭოთა განათლების სისტემაზე ვისაუბრებთ, მინდა შეგახსენოთ პარალელურად მაყურებელს მინდა შევახსენო ცნობილი კგბ-ს ოფიცრის, საბჭოთა პერიოდის კგბ-ს ოფიცრის იური ბეზმენოვის ინტერვიუ, ცნობილი ინტერვიუა, ქართულად ნათარგმნია და მე მგონი ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ ეს ინტერვიუს ფრაგმენტის მოვასმენოთ ჩვენს მსმენელებს, სადაც ბეზმენოვი საუბრობს იდეოლოგიურ დივერსიაზე, დემორალიზაციაზე, საზოგადოების დემორალიზაციაზე და იდეოლოგიურ დივერსიაზე. Ideological subversion is the process which is legitimate, overt and open. You can see it with your own eyes. All you have to do, all American mass media has to do is to unplug their bananas from their ears, open up their eyes, and they can see it. There is no mystery. There is nothing to do with espionage. I know that espionage intelligence gathering looks more romantic. It sells more deodorants through the advertising, probably. That's why your Hollywood producers are so crazy about James Bond type of thrillers. But in reality, the main emphasis of the KGB is not in the area of intelligence at all. According to my opinion and opinion of many defectors of my caliber, only about 15% of time, money, and manpower is spent on espionage as such. The other 85% is a slow process which we call either ideological subversion or active measures, активные мероприятия in the language of the KGB, or psychological warfare. What it basically means is to change the perception of reality of every American to such an extent that despite of the abundance of information, no one is able to come to sensible conclusions in the interests of defending themselves, their families, their community, and their country. It's a great brainwashing process which goes very slow, and it's divided in 4 basic stages. The first one being demoralization. It takes from 15 to 20 years to demoralize a nation. Why that many years? Because this is the minimum number of years which requires to educate one generation of students in the country of your enemy, exposed to the ideology of the enemy. In other words, Marxism-Leninism ideology is being pumped into the soft heads of at least 3 generations of American students without being challenged or counterbalanced by the basic values of Americanism, American patriotism. The result you can see. Most of the people who graduated in the 60s, dropouts or half-baked intellectuals, are now occupying the positions of power in the government, civil service, business, mass media, educational system. You cannot get rid of them. They are contaminated. They are programmed to think and react to certain stimuli in a certain pattern. You cannot change their mind, even if you expose them to authentic information, even if you prove that white is white and black is black, you still cannot change the basic perception and the logic of behavior. In other words, these people, the process of demoralization is complete and irreversible. To get rid of society of these people, you need another 20 or 15 years to educate a new generation of patriotically minded and common sense
people who would be acting in favor and in the interests of the United States society. Exposure to true information does not matter anymore. A person who was demoralized is unable to assess true information. The facts tell nothing to him. Even if I shower him with information, with authentic proof, with documents, with pictures, even if I take him by force to the Soviet Union and show him concentration camp, he will refuse to believe it until he is going to receive a kick in his fat bottom. When a military boot crashes then he will understand, but not before that. That's the tragic of the situation of demoralization. The next stage is destabilization. This time, subverter does not care about your ideas and the patterns of your consumption. Whether you eat junk food and get fat and flabby, it doesn't matter anymore. This time, and it takes only from 2 to 5 years to destabilize a nation, what matters is essentials: economy, foreign relations, defense systems. And you can see it quite clearly that in some areas, in such sensitive areas as defense and economy, the influence of Marxist-Leninist ideas in the United States is absolutely fantastic. The next stage, of course, is crisis. It may take only up to 6 weeks to bring a country to the verge of crisis. You can see it in Central America now. And after crisis, with a violent change of power, structure, and economy, you have so-called the period of normalization. It may last indefinitely. Normalization is a cynical expression borrowed from Soviet propaganda. When the Soviet tanks moved into Czechoslovakia in '68, Comrade Brezhnev said, "Now the situation in brotherly Czechoslovakia is normalized." და ამ ვიდეოსში ნახავს ჩვენი მსმენელი რაზეა საუბარი და ბეზმენოვი საუბრობს 20-25 წლიან პერიოდზე, ციკლზე, როდესაც ხდება ერთი კონკრეტული ადამიანური თაობის, ასე ვთქვათ, გამოზრდა, თუ შეიძლება ასე ითქვას. მართალია თვითონ ბეზმენოვი არ არის აკადემიური წრეების წარმომადგენელი და არ ყოფილა აკადემიური წრეების წარმომადგენელი და არც როგორც აკადემიკოსი ის არ გვესაუბრება, ის გვესაუბრება როგორც სპეცსამსახურის პრაქტიკოსი, ოფიცერი და ახმოვანებს და აჟღერებს კონკრეტული პრაქტიკის შესახებ, კონკრეტულ ცოდნას, კონკრეტულ პრაქტიკაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც ჩემი დაკვირვებით და ჩემი კვლევით ეს 20-25 წლიანი პერიოდი დემორალიზაციის და მორალური დივერსიის სულაც არ არის ჰაერიდან მოტანილი რიცხვი და შემთხვევითი რიცხვი. ის ჩემი კვლევის მიხედვით, რაც მე მოვიძიე, ერთ-ერთი ემთხვევა კონკრეტული ასე ვთქვათ, სხვადასხვა თეორიებს სოციალური ფსიქოლოგიიდან. ეს არის ბანდურას დასწავლის თეორია დაუშვათ, მანჰაიმის თაობათა თეორია, მედია კვლევებიდან ეს არის ეგრეთ წოდებული აჯენდა სეტინგის თეორია. სადაც სამივე თეორია 20-25 წელიწადს ასახელებს როგორც საჭირო პერიოდს ერთი ადამიანური თაობის გამოსაზრდელად და მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის. ანუ აქ დასტურდება ბეზმენოვის აზრები იმის შესახებ, რომ მაშინდელი KGB ცდილობდა გამოეზარდა თაობები 20-25 წელიწადში მაქსიმალურად გამოეზარდა თაობა, რომელიც ასე ვთქვათ, შემდეგშიც გააგრძელებდა ცხოვრებას იმ კოგნიტური სქემებით, რომელიც მას ჩაუნერგეს სად? საგანმანათლებლო დაწესებულებაში. რატომ? იმიტომ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება არის სისტემა, სადაც ადამიანებს რეგულარულად, წყობრად, გამეორებითობის საფუძველზე გადაეცემა კონკრეტული შინაარსის მატარებელი ინფორმაცია. ანუ ამ ინფორმაციაში უკვე ჩადებულია შინაარსი, კონკრეტული იდეოლოგია, შინაარსის მატარებელი იდეოლოგია, სადაც ეს იდეოლოგია არის დავირუსებული, სადაც ეს ვირუსი სავსეა ბაქტერიებით და 20-25 წლის განმავლობაში საზოგადოება იწამლება კონკრეტული ვირუსით. და რა ბაქტერიებია აი ამ იდეოლოგიაში რო ჩავშალოთ დაუშვათ, ხო? აი რა სკოლაზე ვსაუბრობთ.
საბჭოთა პერიოდის სკოლაზე ჩვენ ხო ვიცით რომ საბჭოთა კავშირის პერიოდის საგანმანათლებლო სისტემა არ იყო ორიენტირებული და ფოკუსირებული იმაზე რომ გამოეზარდა კრიტიკული აზროვნების მქონე მოქალაქე დამოუკიდებელი ანალიტიკური აზროვნებით რეალობის ალტერნატიული აღქმით და ასე შემდეგ ხო პირიქით ის ამ საგანმანათლებლო სისტემაში ბაქტერიების სახით და ვირუსის სახით აგზავნიდა შემდეგ კოგნიტურ სქემებს მაგალითად ავტორიტეტის უპირობო უზენაესობა ხო რაც გულისხმობდა პირველი პირების ხელისუფლების წარმომადგენლების და ცენტრის კრემლის უპირობო მონობას მორჩილებას და მათი უზენაესობის აღიარებას ყოველგვარი პირობების გარეშე კიდევ ერთი ბაქტერია და ვირუსი რომელსაც ეს აგზავნიდა კონკრეტული იდეოლოგია შეიცავდა ის იყო ბიპოლარული სამყაროს შესახებ ბაქტერია ხო სადაც ჩვენს თანამოქალაქეებს ეს ოკუპანტი სახელმწიფო ეუბნებოდა რომ ამ ქვეყანაზე და ამ სამყაროში ვარსებობთ მხოლოდ ჩვენ და არსებობენ ისინი. ანუ ჩვენ ვართ აქეთ მდინარის აქეთ მხარეს და მდინარის მეორე მხარეს არის დანარჩენი სამყარო, რომელიც ჩვენ გვებრძვიან. ყველა დანარჩენი არის მტერი და ვართ ჩვენ, ანუ ჩვენ ვართ მსხვერპლები, ჩვენ ვართ აგრესიის, ასე ვთქვათ, სამიზნეები, ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. ანუ ამ ჯგუფის მობილიზებისთვის საჭირო იყო აი ამ ბიპოლარული სამყაროს კონცეფციის გაძლიერება. და მესამე ეს ასე ვთქვათ, კიდევ ერთი ბაქტერია, რომელიც ამ იდეოლოგიას შეიცავდა, ეს იყო ინფორმაციული პატერნალიზმი. ანუ ჩვენს მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ სიმართლე ისმის მხოლოდ კრემლიდან, სიმართლე ისმის მხოლოდ პირველი არხიდან და სიმართლე არის მხოლოდ ის, რასაც პრავდა დაბეჭდავს. დანარჩენი, თუ კი რამე თქვენ გაიგეთ და მოისმინეთ, არის დასავლეთის მტრული პროპაგანდის ნააზრევი და ნაჟური. და იყო კიდევ ისეთი ბაქტერია ამ იდეოლოგიაში, სადაც აუცილებლად ადამიანებს უნდა ეღიარებინათ დიდი ძმის ნარატივის ბაქტერია დავარქვათ ამას, სადაც ეუბნებოდნენ რომ ყველაფერი რუსული ენა, რუსული კულტურა აღმატებულია, უზენაესია და ჩვენ ორიენტირი, ასე კულტურული, ცივილიზაციური უნდა გქონოდა ამ რუსულ კულტურაზე, ხო? აი ამ კოგნიტური სქემებით ხდებოდა 20-25 წლის განმავლობაში ამ ერთი ადამიანური თაობის გამოზრდა, რომელიც შემდეგ ცხოვრებას გააგრძელებდა იმ ფსიქოლოგიური, ასე ვთქვათ, მენტალური ჩარჩოებით, რომელიც უკვე ჩადებული იყო მასში და ჩვენ ვიცით ხო, რასაც ასწავლიდნენ და რას მაგალითად საქართველოს ისტორია როგორ გაიარა ამ თაობამ საბჭოთა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხო? ეს იყო ისტორიის წიგნები, რომელშიც უბრალოდ ამოხეული იყო ქართული ისტორიის, რეალური საქართველოს ისტორიის, რეალური ისტორიის ფურცლები, სადაც არ იყო ეს ფურცლები. ამოუხიეს, იმიტომ რომ არავინ ამ ადამიანებს არ უთხრა, რომ ამ ქვეყანაში 1918-21 წლებში არსებობდა დამოუკიდებელი საქართველო. ჩვენ ხო ეხლა ამ შემთხვევაში საუბრობთ ის პერიოდი, რომელიც მე დავასახელე, 1,5 მილიონი ადამიანი, დაახლოებით 2 თაობაა და მეტი. ანუ მთელი ორ თაობაზე და მეტს ამ სისტემამ ვირუსის სახით გაუგზავნა უამრავი ბაქტერია, უამრავი ინფორმაცია, შინაარსის მატარებელი ინფორმაცია, ჩაუნერგა, მოარგო ამ ადამიანების უდიდეს ნაწილს კოგნიტური რაღაც სქემები, მენტალური ჩარჩოები და გამოუშვა ასპარეზზე. და უთხრა და ასწავლა როგორ უნდა აღიქვან მათ სამყარო. ჩვენ ასეთ ადამიანებს ეხლა მეორე საკითხია, რამდენად ძლიერები აღმოჩნდნენ ბჭყალებში ეს ადამიანები და რამდენად კარგად ისწავლეს იქ რაც სწავლობდნენ საქართველოს ისტორია თუნდაც, მაგრამ მეორე საკითხია, რომ იქ რაც სასწავლებელი იყო, იმას არაფერს არ ასწავლიდნენ. ეს არის ხო მთავარი აქ. შესაბამისად, შენ რომ იყო კონკრეტული სამსახურის წარმომადგენელი, შენ იცი რომ ეს სამიზნე აუდიტორია აი ამ კოგნიტური სქემებით არის გამოზრდილი, ეს კოგნიტური სქემები და მენტალური ჩარჩოები მათ უკვე მორგებული აქვთ და რატო არ უნდა იმუშაო მაშინ მათზე? რა თქმა უნდა არის ხო, ასე ვთქვათ, ეს დაახლოებით გავს იმ პროცესს, როდესაც მეთევზე არჩევს ადგილს, სად ითევზაოს. და თქვენ როგორც პროფესიონალი მეთევზე ხო ითევზავებდით აქ? რა თქმა უნდა, ალბათ ითევზავებდით. სულ მცირე მოსინჯავდით და გადააგდებდით ანკეს იმისთვის, რომ გენახათ აქ თევზი მოდის თუ არ მოდის. და
ჩვენ თუ ეხლა რომ გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს და ვისაუბრებთ იმ კვლევებზე, რომელიც ჩვენც შეგვიტარებია, დაკვირვებებზე, რომელიც ჩვენ გვიწარმოებია, ჩანს რომ ეს შესაბამისი სამსახური ამ ადამიანების ჯგუფზე მუშაობს. და საიდან ჩანს და იმ ნარატივებიდან და იმ კონკრეტული სქემებიდან, რომლითაც ისინი ემუშავებიან. კი, სანამ შემდეგ თეორიაზე გადავალთ, ცოტა აუხსნათ მაყურებელს, არასწორად არ გაიგონ, რომ ეს 1.5 მილიონი ადამიანი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, ეს არის დათქმა, რომ კი მიმდევრები არიან ან რაღაც სიმპათიებით გამოირჩევიან. ეს არის უბრალოდ სამიზნე აუდიტორია, რომელიც მონიშნულია კონკრეტული სამსახურების მიერ. აქედან ძალიან ბევრი შეიძლება საერთოდ ვერ ერგებოდეს იმ სქემებს, რა სქემებიც ცადეს რომ ჩაედოთ და ბევრი შეიძლება იმაზე მეტად ერგებოდეს, ვიდრე რაიმე გათვლაში ქონდათ. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია და კომუნიკატორებმა ძალიან კარგად იციან და უნდა იცოდნენ, რომ სამიზნე აუდიტორია რო გაქვს მონიშნული, არ ნიშნავს, რომ 100%-იან წარმატებას მიაღწევ ამ სამიზნე აუდიტორიას. არა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დათქმაა და პირობა, რომელიც უნდა ითქვას, ვაპირებდი რომ ეს ბოლოს მეთქვა, მაგრამ კარგია რომ ეხლა თქვენ უკვე გამოიტანეთ წინა პლანზე ეს საკითხი და ამაზე უნდა ითქვას შემდეგ ის რომ ცალსახად ეს ამას არ ნიშნავს რომ ეს 1.5 მილიონი ადამიანი ცალსახად პრორუსული სამიზნე აუდიტორიაა და ისინი ამაზე მუშაობენ, რადგან ეს ამ 1.5 მილიონი ადამიანში ის თაობაც არის, რომლებმაც თავიანთ თავზე გამოცადეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში ქართულ ენასთან დაკავშირებული, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის დროს სისტემის მარწუხები, შემდეგ თავიანთ თავზე გამოცადეს აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ოკუპირებული, ასე ვთქვათ, ოკუპაციის პროცესები თვითონ მიიღეს მონაწილეობა ბევრ საუბრძოლო ოპერაციაში, მერე თავიანთ თავზე გამოცადეს სამოქალაქო ომი 9 აპრილი და 2008 წლის ომიც. და რა თქმა უნდა ეს ასე არ არის რომ ამ 1.5 მილიონიდან ამ ადამიანების დიდი ნაწილი ამ დიდმა ნაწილმა ეს ყველაფერი დაივიწყა, არა, ეს ასე არა, ეს უაღრესად ჭრელი და ჭრელი სამიზნე აუდიტორია პროფესიული თვალსაზრისით რომ ვთქვათ. ამიტომ შესაბამისი სამსახურის ამოცანა სწორედ ეს არის, იპოვოს დასაყრდენი ამ ჯგუფში, მოახდინოს ამ სამიზნე აუდიტორიაში მისი ძირითადი დასაყრდენის მობილიზება, გაძლიერება, ხოლო მეორე ნაწილის მარგინალიზება. და თუ ეს ორი ჯგუფი ამ 1.5 მილიონში ერთმანეთს წაეკიდება და ასე ვთქვათ, იქნება დაპირისპირება ამ ქვეჯგუფში, თლად უკეთესი მათთვის. კი. ძალიან საინტერესო. ხო, ამიტომ იმაშია და კიდევ რა მინდოდა იცით რომ მეთქვა. კი, ანუ რა ხომ საუბრობთ ამ ადამიანებზე და როგორ დასტურდება რომ შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ამ ჯგუფზე. ჩვენ უკვე ვთქვით რომ და ვნახეთ რა კოგნიტური სქემები მოარგეს ამ იდეოლოგიას და ამ ადამიანებს და გამოუშვეს ასპარეზზე იმისთვის რომ მათ აღექვათ სამყარო ისე როგორც უნდა აღექვათ და შემდეგ რა მექანიკები, ტაქტიკები და მეთოდებით მუშაობენ, შეიძლება მუშაობდნენ ისინი დღეს. ისე უნდა მივმართოთ სოციალურ ფსიქოლოგიას და წარმოვიდგინოთ მას შემდეგ რაც უკვე ვიცით რა ტიპის სამიზნე აუდიტორიაზე ვსაუბრობთ, რა ტიპის მოწყვლადობებია იქ, რა ტაქტიკები შეიძლება არის გამოყენებული. კვლევები აჩვენებს რომ ერთ-ერთი ძალიან კარგი ნარატივები, რომლებიც ისინი მუშაობენ, დაფუძნებულია კონკრეტულ, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურ მიკერძოებებს. ანუ ჩვენ სოციალური ფსიქოლოგიიდან ვიცით რომ გვაქვს კონკრეტული მიკერძოებები, ეგრეთ წოდებული biases, რასაც ქვია, რომლებიც ადამიანებს აიძულებენ რომ შეცდომები დაუშვან და არ იყვნენ, ასე ვთქვათ, შეცდომები დაუშვან და წინა პლანზე წამოწიონ ემოციები და რაციო დროებით გვერდზე გადადონ ხოლმე. აი ამ ტიპის ნარატივებით მუშაობენ, ამ ტიპის მიკერძოებების გაძლიერებით და გაღვიძებით ისინი მუშაობენ და ქმნიან შესაბამის ნარატივებს. ერთ-ერთი ასე კოგნიტური მიკერძოება, რომელსაც გამოიყენებენ ამ სამიზნე აუდიტორიისთვის, ეს არის ნოსტალგიის ევრისტიკა. რას გულისხმობს ნოსტალგიის ევრისტიკა? ადამიანი მიდრეკილია, რომ რომანტიზება გაუკეთოს იმ პერიოდს, როდესაც ის იყო ახალგაზრდა, ძლიერი, ლამაზი, სიმპათიური, ჰქონდა სტაბილური შემოსავალი, ჰქონდა დაცულობის განცდა და ასე შემდეგ. ანუ ერგება თუ არა ეს კოგნიტური მიკერძოება და მოარგებდით თუ არა თქვენ მოწინააღმდეგის ადგილზე ამ სამიზნე აუდიტორიას, სადაც 860,000 პენსიონერია.
ნოსტალგიის ევრისტიკა, რა თქმა უნდა, იმუშავებს და თუ დავაკვირდებით ჩვენს კვლევებს, სადაც ნარატივებს, რომლებიც ამოდის სხვადასხვა მედია საშუალებების კვლევაში, ჩანს, რომ დიახ, ნოსტალგიის ევრისტიკა გამოყენებულია ამ ადამიანების ზემოქმედებისთვის. კონკრეტულად რა ფსიქოლოგიური ეფექტის მიღება სურს რუსულ შესაბამის სამსახურს ნოსტალგიის ევრისტიკის გამოყენებით. ეს არის შემდეგი ფსიქოლოგიური ეფექტი. როდესაც შენ ამ ადამიანებთან იწყებ ამ პერიოდის კრიტიკას. კონკრეტული ადამიანის კრიტიკას, როდესაც ეს პერიოდი ემთხვევა მათი ახალგაზრდობის და მათი ახალგაზრდობის პერიოდს, როდესაც ისინი იყვნენ ძლიერები, ჯანმრთელები და ლამაზები, ეს კრიტიკა ავტომატურად აღიქმება მათ პირად კრიტიკად იმ პერიოდზე, როდესაც ისინი ყველაზე კომფორტულად გრძნობდნენ თავს და ავტომატურად ეს კრიტიკა ასევე აღიქმება თანამედროვე რუსეთის კრიტიკადაც. ეს არის ძალიან კომპლექსური და ერთმანეთზე გადაჭაჭული ფსიქოლოგიური რაღაცა მომენტები, რომელიც თუ სწორად არიცი როგორ ემუშაო აღნიშნულ ჯგუფს, გაძლევს საშინელ უკუშედეგს. ამიტომ საჭიროა ცოდნა იმისა, რომ ეგრეთ წოდებული backfires არ გქონდეს ადგილი. ამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი მაგალითად კონკრეტული ასაკის ადამიანებში თქვენ რომ თქვათ რომ შოკოლადი დათუნია არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი რიგითი შოკოლადი და არაფერი განსაკუთრებული და რომ მას ბელგიური შოკოლადი ბევრად ჯობია, შეიძლება ცოცხალმა ვერ გამოახციოთ, იმიტომ რომ შოკოლად დათუნიას კრიტიკა ავტომატურად აღიქმება იმ პერიოდის კრიტიკას, როდესაც ეს ადამიანები ძალიან ლამაზები, ლაღები, ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ. ასია ხო, ვიღაცას დღემდე მხოლოდ იმის გამო რომ არ გაუსინჯავს ბელგიური შოკოლადი, ვერ დაარწმუნებ, რომ არსებობს შოკოლად დათუნიაზე უკეთესი შოკოლადი. ეს არის. კიდევ ერთი კოგნიტური მიკერძოება, რომელსაც დაუშვათ იყენებს შესაბამის სამსახური ამ ჯგუფთან სამუშაოდ, ჩემი დაკვირვებით ეს არის confirmation bias-ი, დადასტურების მიკერძოება. რატომ შეიძლება იყოს ეს გამოყენება? იმიტომ რომ ადამიანი მიდრეკილია, რომ მიზანმიმართულად შერჩევით ეძებოს ის ინფორმაცია, რომელიც გააძლიერებს მის შეხედულებებს, მის წინარე არსებულ განწყობებს, დამოკიდებულებებს, სტერეოტიპებს და შეხედულებებს. ანუ ადამიანები, რომლებიც მოკლებული არიან შესაძლებლობას დიდხანს და ძლავრად და სიღრმისეულად და ანალიტიკურად იაზროვნონ და ჩაწვდნენ კონკრეტულ საკითხებს, ავტომატურად იწყებენ ზედაპირულად იმ ინფორმაციის მოძიებას, რომელიც მათ განწყობა დამოკიდებულებებს მიესადაგება, მათ ცოდნას, რომელიც აქვთ, გააძლიერებს და დაარწმუნებს იმაში, რომ მთელი ეს პერიოდი და ეს ცხოვრება ფუჭად არ გაულევიათ რა რომ ყველაფერი შეცდომა არ ყოფილა. ძალიან ძნელია ახლა თქვენ უთხრათ ადამიანს, რომ დრო, როდესაც ის ძალიან ბედნიერი და ლამაზი იყო და ძლიერი იყო, ის იყო ფუჭად გავლილი წლები, ამას ვერ ეტყვი ადამიანს ავტომატურად ხომ მტერი, მოსისხლე მტერი ხარ. ამიტომ რას აკეთებს რუსული პროპაგანდა? რუსული პროპაგანდა ამ აუდიტორიაზე იმას კი არ ყიდის როგორც პროდუქტს, რომ თანამედროვე რუსეთი ყველაზე მომხიბვლელია და ყველაზე წარმატებული სახელმწიფოა. არა, მათ როგორც გამზადებულ რეცეპტებს ისე უგზავნის გზავნილებს იმ პერიოდის სიძლიერის შესახებ, როდესაც რომელი პერიოდიც ემთხვევა სწორედ იმ პერიოდს, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. შესაბამისად ამ პერიოდზე თავდასხმა ავტომატურად აღიქმება თავდასხმად თანამედროვე რუსეთს. აი ეს კონკრეტული მიკერძოებები არის ის, რომელთაც მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, შესაბამის სამიზნე აუდიტორიაზე. კი, და ლოგიკურად მივოდი ჩემ შემდეგ კითხვამდე, რომ როგორ ცდილობს, რა მეთოდებით ცდილობს კრემლი ქართული საზოგადოების გულისა და გონების მოგებას, როგორც ამბობენ ხოლმე. ანუ რა არის ის სტრატეგიები, მიდგომები, რასაც კრემლი იყენებს ქართულ სამიზნე აუდიტორიებში და ქართული საზოგადოების დასაპყრობად, შეიძლება ითქვას, ყოველგვარი კინეტიკური, ანუ სამხედრო ჩარევის, ჯარის შემოყვანის გარეშე. ძალიან საინტერესოა და ეს ლოგიკურად ებმის უკვე ამ თემას, რადგან ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ ერთ კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიას. და ჩვენ უყურადღებოთ არ უნდა დაგვრჩეს თაობა და ის სამიზნე აუდიტორია, რომელიც ამ ასაკობრივ ჯგუფში არ ხვდება. ეს არის ახალი თაობა,
შემდგომი თაობა. ჩემთვის ეს ახლა ეს უფრო მნიშვნელოვანია, როცა ვსაუბრობთ გულისა და გონების მოგებაზე. ჩემთვის პირველ პლანზე მოდის მეტნაკლებად გარკვეულია რა ტიპის სამუშაოებს ასრულებს მოწინააღმდეგე აი ამ აუდიტორიაზე, მაგრამ ძალიან ცხოველი სამუშაოა, ჩასატარებელი და ძალიან სკრუპულოზურად არის სამუშაო ახალგაზრდა თაობაზე. კი. ბოდიში ერთის მხრივ იმიტომ არის მარტივი, რომ თვითონაც ყავს რუსეთს ესეთი სამიზნე აუდიტორია შიგნით, რომელზეც ყოველდღიურად მუშაობს. ანუ ის ხალხი, ვინც საბჭოთა კავშირის დროს დაიბადა, ის დრო ახსოვთ, ის დრო ენატრებათ, მაშინ იყვნენ ახალგაზრდები, ეს სამიზნე აუდიტორია ყავს, მაგრამ არ გამოიზარდა რუსეთში, ან ვერ გამოიზარდა სამიზნე აუდიტორია, რომელიც დაბადებულია საბჭოთა იდეოლოგიის, რუსული იდეოლოგიის გარეშე. და არ წარმოადგენს იმ ჯგუფს, რომელიც საერთოდ არანაირ კავშირში არ არის საბჭოთა ისტორიასთან და ძალიან უცხოდ აღიქვამს. იმ ფაქტს მე მაგალითად დავიბადე 93 წელს, არ მეტყობა, მაგრამ 93-ში დავიბადე და საერთოდ ჩემთვის ძალიან რთული გასააზრებელია, რომ საქართველო და რუსეთი სულ რაღაც 30 წლის წინ ერთი სახელმწიფო იყო. და სავარაუდოდ ეგ დიდი პრობლემაც აქვს იმ დამგეგმავს, ვინც ქართულ ახალთაობას უყურებს. კი, რა თქმა უნდა, არის ეს მისთვის გამოწვევა იქნება ეს. აქ თავარი არის ჩემი აზრით ვიპოვოთ განსხვავება იმ სამუშაოში, რომელსაც ასრულებს, ანუ იმ ტაქტიკებსა და მეთოდებში, რომელსაც იყენებს მოწინააღმდეგე იმისთვის რომ იმუშაოს კონკრეტულ თაობებთან. ჩვენ ამ თაობაზე როცა ვისაუბრეთ ამ 1.5 მილიონიან აუდიტორიაზე სავარაუდოდ, ხო? აქ გასაგებია რა ტიპის სამუშაოს შეასრულებს და შეასრულებდა. აქ იმის გარდა კიდევ უამრავი სამუშაო აქვს ამ სამსახურს და ტაქტიკა და მეთოდი, მაგრამ ჩვენ ახლა ძირითადზე ვისაუბრეთ. მაგრამ რა ტიპის სამუშაო შეიძლება ასრულებდეს ახალ თაობასთან როცა მუშაობს, ხო? ჩემი აზრით რთული იდეოლოგიური დოქტრინების და იდეოლოგიური დივერსიებისთვის ეს სამიზნე აუდიტორია არ არის შესაბამისი, ამიტომ შესაბამისი რუსული მოწინააღმდეგის სამსახური ამაზე არ დაიხარჯება, რადგან ეს რადიკალურად განსხვავებული აუდიტორია, მათ ისინი არ დაბადებულან საბჭოთა კავშირის პერიოდში, მათ არანაირი შეხება ერთ-ერთზე მოწინააღმდეგესთან არ ჰქონიათ, ისინი მათ არ უსწავლიათ მათ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ისინი 37 მაისად არ გაფრენილან მოსკოვში, ისინი 9 ევროდ დადიოდნენ იტალიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ, სულ სხვა თაობა, სხვა ცოდნით, სხვა უნარებით, ისინი ძალიან ახლოს არიან და მეგობრობენ ტექნიკასთან და ტექნოლოგიებთან, რომელიც სულ უფრო და უფრო იხვეწება, მათი ინფორმაციის წყარო სრულიად განსხვავებულია ვიდრე წინა თაობებისა. ამიტომ ჩემი დაკვირვებით ერთ-ერთი ყველაზე რთული და არ ვიცი ამას როგორ უნდა ვებრძოლოთ, რითაც მოწინააღმდეგეს შეუძლია რომ ეს თაობა დაამარცხოს, ეს არის მათი ყურადღების გაფანტვა. კონკრეტულად ვგულისხმობ იმას, რომ ეს თაობა მიჯაჭვულია სოციალურ ქსელებს და ჩვენ თუ გავუკეთებთ სიღრმისეულ ანალიზს სოციალურ ქსელს და იმ კონტენტს, რომელიც ვრცელდება სოციალური მედიით, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ეს კონტენტი ასრულებს მხოლოდ ერთ დავალებას, მაქსიმალურად გაფანტოს ახალი თაობის ყურადღება ძირითადიდან იმისგან, რაც არის არსებითი. ეს არის კონტენტი, რომელიც ჩვენს ახალ თაობას სთავაზობს უსასრულო გასართობ, არაფრის მომცემ, უშინაარსო კონტენტს. და სამწუხაროდ ამ საქმეში მონაწილეობს ქართული ბიზნესიც, დიდი ნაწილით, რომელიც უკვეთავს ამ კონტენტს. შესაბამისად, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რადგან ნაცვლად მეცნიერების პოპულარიზაციისა, ნაცვლად რეალური ხელშესახების ცოდნის გავრცელებისა და გაზიარებისა, ქართულ საინფორმაციო სივრცეში დღევანდელი სოციალური მედია ჩვენს ახალგაზრდა თაობას და აქ მე ვგულისხმობ ძირითადად 2000-ში და 2000 შემდეგ დაბადებულ თაობას, რომლებიც უკვე თუ დავესესხებით ბეზმენოვს და იმ მეცნიერებს, რომლებიც საუბრობენ 20-25 წლიან ადამიანურ თაობაზე, სწორედ იმ პერიოდის აქტიურ ფაზაში არიან, ასრულებენ ამ 20-25 წლიან ციკლს და კიდევ შემდეგი თაობა, რომელიც ახლა ყველაზე აქტიურ ფაზაში იმყოფება და გადის ამ ციკლს. აი ამ თაობაზე ვსაუბრობ და ეს თაობა ძირითადად ამ სოციალურ მედიიდან იღებს აი ამ უსასრულო, როგორც გითხარით,
დაუსრულებელ გასართობ არაფრის მომცემ კონტენტს ნაცვლად არსებითისა და ნაცვლად აქცენტირებულად ძირითადზე და არსებითზე. ეს არის ყველაზე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა პროფესიული, ჩემთვის რომ მეთქვა ვიღაცას რომ დაიცავი შენი თანამოქალაქეების ამ თაობის კოგნიტური სივრცეები, პირველი დასაცავი სივრცე ეს არის, ამიტომ აქ მე არ ვსაუბრობ ხა რაღაც საკრძალვაზე, აქ არის იმაზე საუბარი, რომელი დაწესებულება, რომელი ორგანიზაციები ცდილობენ ამ ადამიანებისთვის შესაბამისი ცოდნის მიცემას, შესაბამის უნარების გაძლიერებას, რომ ისინი არ გახდნენ მსხვერპლები აი ამ არაფრის მომცემი კონტენტის. ანუ ჩვენ თუ ყავს თაობა, რომელიც უბრალოდ არაფერზე არსებითზე არ ფიქრობს და რომელიც ინდიფერენტულია ყველანაირი პოლიტიკური პროცესისგან, ეკონომიკური პროცესისგან, რომელსაც არ აინტერესებს რა ხდება მის ქვეყანაში, მის საზოგადოებაში, რა ღირებულებათა სისტემა აქვს ამ თაობას, ხო? არავინ არაფერი არ ვიცით, ეს ჩემი აზრით არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ თაობისთვის და შეიძლება შენ გული და გონება ვერ მოიგო მათი, რადგან ძალიან ძნელია დღეს თანამედროვე რუსეთი გაყიდო როგორც ყველაზე მომხიბვლელ სახელმწიფოდ, მაგრამ შენ შეიძლება უბრალოდ იმაზე არ დაგაფიქრონ და შენ შეიძლება გაგანეიტრალონ იმით, რომ შენ უბრალოდ არ გაფიქრონ რა არის უკეთესი და სად არის უკეთესი. ეს უკვე ჩათვალე რომ წაგებული ბრძოლა, როცა შენი თანამოქალაქე არ ფიქრობს გაარჩიოს კარგი და ცუდი ერთმანეთისგან და როცა მისთვის ყველაფერი სულ ერთია. კი, ძალიან რთული თემა არის. ეხლა ეს გადაცემა სამშაბათს გავა. ჩვენ როცა ვწერთ, ეს არის პერიოდი, როდესაც ამერიკაში TikTok-ის თემა წყდება, ასე ვთქვათ, ჩინური სოციალური მედია TikTok-ი, რომელზეც ამერიკელებს აქვთ სერიოზული პრობლემა იმ ხრივ, რომ ოფიციალური მონაცემებით არის საფრთხე და ამერიკის მთავრობა ფიქრობს, რომ TikTok-ი იპარავს ინფორმაციას ტელეფონებიდან და იყენებს ჩინეთის სასარგებლოდ, მაგრამ არაოფიციალური და ანალიტიკოსების თვალსაზრისიდან იქ არის კონკრეტული ალგორითმების манипуляციაც იმისთვის, რომ ამერიკულ აუდიტორიებს ან დასავლური ქვეყნების აუდიტორიებს რაღაც კონკრეტული მიმართულებით მისცენ კონტენტი, კონკრეტული გართობის მიმართულებით, რაღაც ცეკვების მიმართულებით, რაღაც უცნაური ფრენკების მიმართულებით და ამის ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტად არის და ბევრმა არ იცის, რომ ჩინეთში არის TikTok-ის ალტერნატიული ვერსია, ანუ TikTok-ია იგივე, მაგრამ ჩინური, რომელზეც წვდომა გაქვს მარტო მაშინ, როცა ჩინური იცი, იმიტომ რომ სხვა ენაზე არ არის. იგივე ფორმატია დაახლოებით, უბრალოდ იქ ალგორითმი პრიორიტეტს აძლევს სამეცნიერო თემებს, მათემატიკური ამოცანების ამოხსნას. ანუ შთაბეჭდილება გრჩება, რომ ალგორითმი პრიორიტეტს აძლევს საგანმანათლებლო თემას და პლუს სამთავრობო პროპაგანდის თემას, რომ უფროსებს პატივი ეცი, გზაზე არ გადახვიდე, თორე ქულები დაგაკლდება და ასე შემდეგ. მაგრამ ძირითადი იდეა არის ის, რომ ამ ორი პრაქტიკულად ერთი და იგივე სოციალური მედიის გვერდზე დაყენებით და შედარებით ჩანს, რომ ის რაც ჩვენთვის მათ შორის და დასავლეთისთვის არის ხელმისაწვდომი, ცოტა უცნაურ და არა ჯანსაღ კონტენტს აძლევს პრიორიტეტს და ამით ხდები პოპულარული, ანუ გიბიძგებს ასეთი ქცევისკენ, იმიტომ რომ სხვანაირად ნახვები არ გექნება, თუ რაღაც უცნაურ ცეკვას, უცნაურ სიმღერას არ გააკეთე, თუ რაღაც ფრენკები არ ჩაატარე, ვიღაც არ გააცურე, ვიღაცას რაღაც არ დაუშავე, ან რაღაც ეგეთი თუ არ გააკეთე და ჩინური აუდიტორია სახელმწიფო თავის აუდიტორიაზე მუშაობს, რომ იქ სწავლა, მეცნიერება, ინჟინერია, ფიზიკა, ქიმია, ესენი წამოიწიოს წინ და უფრო მეტი мотиваცია მისცეს ადამიანს, რომ პოპულარული ხდები რაღაც საინტერესო ექსპერიმენტის ჩატარებით და არა რაღაც უცნაური ცეკვის გაკეთებით. ამიტომ ესეც ჩართვა ძალიან საინტერესოა. წავიკითხე, რომ მიდიოდა სენატში ამაზე ბოლოში გადის ეს თემა, ანუ კანონის მიღების თემა. ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ ნაწილი იყიდონ TikTok-ის, რომ საბოლოოდ
მოხდეს გაკონტროლება, როგორ იყენებს ინფორმაციას და რა თქმა უნდა ალგორითმის გაკონტროლებაც მოხდება ამის შესაბამისად და შეგვიძლია გააგრძელოთ თუ ამ თემაზე რამე, ან შემიძლია შემდეგი კითხვა დავსვა და ძალიან ლოგიკური კითხვა ჩემი აზრით, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ახლა ძალიან სერიოზულ პრობლემებზე. შენ ძალიან სწორედ აღნიშნე და აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ადამიანების გონება, ჩვენი კოგნიტური გარემო არის სუვერენული ტერიტორია ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენი პირადი სივრცე. რა შეიძლება გავაკეთოთ? რა არის მეთოდები თუ არა, რითითაც შეიძლება ჩვენ პირადად და მთავრობა რამენაირად შევეწინააღმდეგოთ, იქნება ეს ორგანიზაცია არასამთავრობო, არა აქვს მნიშვნელობა. რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით? ხო, არ არის მარტივი არ შეკითხვა და არც პასუხი, ალბათ იქნებიან ჩემზე ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ამაზე პასუხის გაცემას როდესმე მაინც. ძალიან მეჭვ. დღევანდელ რეალობაში ალბათ ეს უფრო და უფრო აქტიური საკითხი ხდება და კიდევ უფრო მეტად აქტიური გახდება მომავალშიც. მოდი ასე დავიწყოთ, ასე ვთქვათ. ჩვენ ვინც არის ის ალბათ იმათვის რომ გასაგები გახდეს, ჩვენ ორივემ იყო დრო, როდესაც ერთად მუშაობდით ერთ კონკრეტულ სახელმწიფო უწყებაში, სადაც წარმოუადგენდით იმ კონკრეტულ დეპარტამენტს, სადაც დანერგილი იყო თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაცია. და ეს იყო ახალი ხილი მაშინ ამ ქვეყანაში თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაცია, მაგრამ ეს არ ყოფილა ყველას კარგად იცის ალბათ შემთხვევითი, ეს იყო კონკრეტული გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან, რომ საქართველოში სახელმწიფო უწყებებში და პირველ რიგში თავდაცვის სამინისტროში გაკეთებულიყო თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაციის უჯრედი, როგორც იტყვიან ხოლმე, ერთეული, ქვედანაყოფი თუ სამოქალაქო იყო ჩვენ შემთხვევაში. და ამაზე აქტიურად მუშაობდა და იცვლებოდა ჩვენსა და დასავლეთს შორის ცოდნა, დასავლეთი ხარჯავდა უამრავ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს იმისთვის, რომ ქვეყანაში გაჩენილიყო თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაცია და ყველა სახელმწიფო უწყებაში ყოფილიყო სტრატეგიული კომუნიკაციები. მოდი ვთქვათ, რა არის სტრატეგიული კომუნიკაცია, მაშინ აი აქეთკენ წავიდეთ და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ანუ თქვენს კითხვაზე პასუხად ალბათ მე ასე ამ გზას ვირჩევ და თუ დაზუსტებისთვის მე მზად ვარ. არა, ზუსტად აქეთ მივყავთ. როგორც კი თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც მიმართულება და სპეციალიზაცია გაჩნდა ამ ქვეყანაში, მაშინვე ბუნებრივად და ეს ალბათ ჩვეულებრივი პროცესია, მაშინვე გაჩნდა დებატი პროფესიულ სივრცეში, რა არის თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაცია და რითი განსხვავდება ის დაუშვათ ზოგადი სტრატეგიული კომუნიკაციებისგან და რითი განსხვავდება ის საზოგადოებასთან ურთიერთობისგან. და იყო მუდმივი ქიშპობა და გაუგებრობა და დღემდე ალბათ ასე გრძელდება. შეიძლება აღარც გრძელდება, იმიტომ რომ აღარავის აღარ აინტერესებს სტრატეგიული კომუნიკაციები და PR-მაც დაისვენა და სტრატკომებმაც დაისვენეს ალბათ. ყველამ დაისვენა. ყველამ დაისვენა ხო მე მგონი. თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაციები და თავდაცვის სტრატკომი ეს არის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად საჭირო საკომუნიკაციო ღონისძიებების, ქმედებების და პოლიტიკის სინქრონიზაცია და ორგანიზება. რა ინსტრუმენტები აქვს ახლა თავდაცვის სტრატეგიულ კომუნიკაციებს და სახელმწიფოს იმისთვის, რომ თავისი ეროვნული უსაფრთხოების მიზნები ის ორგანიზება და მიღწევა მოახერხოს. ეს ინსტრუმენტი, ანუ რომ წარმოიდგინოთ დირიჟორი, რომელიც მუსიკალურ ინსტრუმენტებს კი არ ხელმძღვანელობს, აი ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად სახელმწიფოს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტით. რა არის ეს? რა ინსტრუმენტები? ეს არის public affairs, ანუ საზოგადოებრივი ურთიერთობები, საჯარო დიპლომატია, საინფორმაციო ოპერაციები, ფსიქოლოგიური ოპერაციები, კიბერუსაფრთხოება და კიბეროპერაციები. ეს არის ის ეროვნული ინსტრუმენტები, რომელთაც სტრატკომი, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობს, იყენებს ამ ყველა ინსტრუმენტს იმისთვის, რომ სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მიზნების, ასე ვთქვათ, მიღწევა შეძლოს.
რახან ჩვენ უკვე ვთქვით, რომ რა დავასახელეთ თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაციების ინსტრუმენტები, მაშინ მოდი ვთქვათ რა არის თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაციის მიზნებიც. პირველი მიზანი ეს არის შეკავება. Deterrence რასაც ეძახიან, ხომ? შეკავება რა არის? შეკავება არის, როდესაც შენ სტრატეგიული კომუნიკაციები ჩვენს მიერ ზემოთ დასახელებული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს მოწინააღმდეგის გადაწყვეტილებების პროცესზე ისეთ ზემოქმედების მოხდენას, რომ მოწინააღმდეგე შენს წინააღმდეგ პირდაპირ სამხედრო კონფლიქტზე და აგრესიაზე და ღონისძიებაზე არ ფიქრობს და დარწმუნებულია იმაში, რომ შენს წინააღმდეგ ბრძოლა და ომის გამოცხადება მას დაუჯდება ძალიან ძვირი ფასი და რომ ეს არ იქნება დაუშვათ ერთი ჩვეულებრივი გასეირნება. ეს პირველი მიზანი და ამაზე მუშაობს თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაცია. მეორე მიზანი ეს არის ლეგიტიმაცია. შენ თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაციის წარმომადგენელი რომ ხარ, გევალება შეასრულო შემდეგი ამოცანა და ეს ამოცანა რა არის? მოიპოვო ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მეგობარ და ნეიტრალურ სახელმწიფოებში მხარდაჭერა შენს მიერ მისაღებ პოლიტიკურ და სამხედრო ტიპის გადაწყვეტილებებზე. ანუ გარდა იმისა, რომ შენ დარწმუნებული უნდა იყო, რომ ნებისმიერ სამხედრო თუ პოლიტიკური ტიპის გადაწყვეტილებაზე გჭირდება მორალური მხარდაჭერა შენი მოსახლეობის, ასევე უნდა მუშაობდე და დარწმუნებული იყო იმაში, რომ საერთაშორისო საზოგადოება არის მუდმივად შენი მხარდამჭერი და მზად დაგიჭიროს მხარი ამა თუ იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების დროს. და მესამე ყველაზე ერთ-ერთი ამ სამი და მე ძირითად მიზანს ვასახელებ, იმიტომ რომ ბევრი მიზანი შეიძლება იყოს და ვიღაცასთან შეიძლება ვიღაცის საკამათო იყოს, მაგრამ ჩემთვის სამი ძირითადი მიზანია და მესამე ძირითადი მიზანი ეს არის საკუთარი ძალების და მოსახლეობის მედეგობის უზრუნველყოფა. რადგან ცნობილია, რომ ნებისმიერი სამხედრო ტექნიკის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღები კაბინეტში რა ტიპის იარაღსაც არ უნდა ფლობდეს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, რა ტიპის ჯავშან მანქანაზე, ტანკზე არ უნდა იჯდეს, ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს ტვინი, რომელიც მიდრეკილია, რომ შეცდეს, მიდრეკილია, რომ შეცდომა დაუშვას და მოწყვლადია სხვადასხვა საინფორმაციო ტიპის ღონისძიებების მიმართ. ნებისმიერი ამ ადამიანის ასე თქვა კომპეტენციაც და პროფესიონალიზმის ერთ წუთში იქნება დავიწყებული, მიეცემა დავიწყებას თუ მან გარანტირებულად არის ის, რომ სახელმწიფო მის გვერდით არის, რომ მას სახელმწიფო არასდროს არ მიატოვებს და რომ მას ნებისმიერი შეცდომის, თუნდაც შეცდომის დროს ექნება შესაბამისი მხარდაჭერა. ანუ საზოგადოების მედეგობა დროულად კრიზისის დროს დროულად დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას, უნდა იყოს გარანტირებული. ეს ძირითადი სამი მიზანი აქვს თავდაცვის სტრატეგიულ კომუნიკაციებს. მესამეს პერიფრაზი რო გავაკეთო, რაზეც ვისაუბრეთ, აი პარალელი რო გავავლოთ, კოგნიტურ საინფორმაციო გარემოში ისევე ბრძოლა, როგორც ჯარისკაცებმა შეიძლება დაიცვან ქვეყნის ტერიტორია. ანუ თავდაცვის სტრატკომის ძირითადი ამოცანა არის ეს. მეოთხე კიდევ ერთი ძირითადი მიზანი ეს არის მოწინააღმდეგის მორალური მდგომარეობის გატეხვა და მათი წინსწრებად მათი დამარცხება, ვიდრე ომი დაიწყება. ანუ თავდაცვის სტრატეგიულმა კომუნიკაციამ მუდმივად უნდა იმუშაოს იმაზე, რომ არ მოხდეს და ვერ შედგეს მოწინააღმდეგის გაერთიანება, იმ საზოგადოების გაერთიანება, ჩვენი, ასე ვთქვათ, საზოგადოების წინააღმდეგ, სადაც უნდა იყოს მუდმივად ქაოსი, დემორალიზება, უიმედობა, იმედგაცრუება და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. აი ეს ძირითადი მიზნები აქვს თავდაცვის სტრატეგიულ კომუნიკაციებს და ამ მიზნებიდან თუ გამოვალთ, მაშინ ათლად დავინახავთ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობას, PR-ს დაუშვათ, ზოგად სტრატეგიულ კომუნიკაციას არაფერი აქვს საერთო ძირითად მიზნებთან, თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითად მიზნებთან, იმიტომ რომ ძირითადი პარამეტრები რომ ავიღოთ ამ დარგების, მაგალითად სამიზნე აუდიტორია. ვინ არის PR-ის სამიზნე აუდიტორია? PR-ის სამიზნე აუდიტორია არის დაუშვათ მომხმარებელი კონკრეტული ორგანიზაციის, თუნდაც სახელმწიფოს, თუნდაც მოქალაქე, მაგრამ ძირითადი სამიზნე აუდიტორია მისთვის არის ის მედია საშუალებები, რომლებიც ასე ვთქვათ ასრულებენ
მისი ასე ვთქვათ მხარდამჭერები არიან ის სამიზნე აუდიტორია რომელიც ამ ორგანიზაციის გარშემო ტრიალებს და ასე შემდეგ. ხო ვინ არის ძირითადი სამიზნე აუდიტორია ზოგადი სტრატეგიული კომუნიკაციის ბიზნესი, ბიზნეს ორგანიზაციები, მათი წარმომადგენლები, თუ პოლიტიკურ პარტიებზე ვსაუბრობთ და პოლიტიკური პარტიის სტრატკომზე ვსაუბრობთ, მაშინ რა არის მიზანი არის სტრატკომის პოლიტიკური პარტიის არჩევნებში გამარჯვება, ბიზნესის შემთხვევაში ბიზნესის მოგება. თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაციის მიზნები ვნახეთ ჩვენ. ჩვენი სამიზნე აუდიტორია ვინ არის? თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაციის სამიზნე აუდიტორია ვინ არის? სამიზნე აუდიტორია არის მეგობარი სახელმწიფოები და მათი მოქალაქეები, მათი ლიდერები, ნეიტრალური სახელმწიფოები და ნეიტრალური საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი შიდა აუდიტორია, საკუთარი მოსახლეობა, რომელიც მუდმივად მზადყოფნაში უნდა იყოს და მორალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდეს სახელმწიფოს გადაწყვეტილებების და მოწინააღმდეგის მოსახლეობა, მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალები. და სასწორზე და ფსონი სხვადასხვა დარგების შემთხვევაში სხვადასხვა არის. ჩვენს შემთხვევაში ხშირად თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაციის შემთხვევაში ფსონი ადამიანის სიცოცხლეა. ანუ შედეგები ჩვენი მიღწეული შედეგები სხვა საზომი ერთეულებით იზომება ვიდრე სხვა სპეციალობების და დარგების. ეს არის ძირითადი განსხვავება. აი ამ ტიპის დეპარტამენტები და სამსახურები გაჩნდა კონკრეტულ პერიოდში ამ ქვეყანაში, კონკრეტულ სამინისტროებში, რომლებიც ასრულებდნენ და უნდა შეესრულებინათ შესაბამისი ამოცანები და ის ძირითადი ამოცანა, რომელზეც თქვენ მითხარით, როგორ დაგვეცვა თავი. აი ასე უნდა დაგვეცვა თავი ამ სამსახურისთვის ძირითადი ფუნქცია მოვალეობების შენარჩუნებისთვის, ამ სამსახურებისთვის ფოკუსის გასწორებით და ფოკუსის შენარჩუნებისთვის. და იმ რესურსების გამოყენებით, იმ ადამიანური და ფინანსური რესურსების ადეკვატური გამოყენებით, რომელიც მოდიოდა ამ სამსახურებზე და ამ ადამიანებზე. კი, მე ერთადერთი ამ თემას რასაც დავამატებ არის, რომ თვითონ სტრატეგიული კომუნიკაციები ჯერ თავიდან რო იწყებოდა ამაზე საუბარი 2015 წელი იყო პირველად როცა შეიქმნა დეპარტამენტი და მე მახსოვს საზოგადოებაში იყო ესეთი თემა რომ აუ ეხლა რაღაცა ახალი მოიფიქრეს სტრატეგიული კომუნიკაციები ეს ვის რაში ჭირდება ერთ-ერთ შეხვედრაზე ისიც კი გაჟღერდა რომ რაღაც სოკოებივით გაჩნდა და რაღაც ფუნქცია აქვს თუ არა ეგეც გაუგებარია და რამდენიმე წელიწადში ამ ბევრი კრიტიკის და მის ფონზე უცებ ყველგან აბსოლუტურად უნივერსიტეტებში, რა ვიცი, ბიზნეს გარემოებებში გაჩნდა ეს სტრატეგიული კომუნიკაციების თემები და იმდენად აქტიურად ისწავლება და იმდენად მაგრამ ნუ სხვა რაღაცა ისწავლება აშკარად, იმიტომ იგივე თემა, რაც არის defense strategic communication, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, ეს კომპლექსური მიდგომა. რთული არის სამოქალაქო სიტუაციაში, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში გამიჯნო, იმიტომ რომ საშუალო ან პატარა კორპორაციას არ აქვს ბევრი საკომუნიკაციო რესურსი. ჩვენ თქვით, რომ საინფორმაციო ოპერაციები, ფსიქოლოგიური ოპერაციები, კიბერ ოპერაციები, სხვადასხვა ელემენტები ერთიანდება. როდესაც ჩვენ პატარა კომპანია გაქვს ან რაღაც საშუალო ზომის კომპანია გაქვს, შეიძლება PR-ის გარდა არანაირი რესურსი არ აქვს. არა, სამიზნე აუდიტორია სხვა ყავს შენ და მაშინ რის სინქრონიზაციას ახდენ, ხო? და რატო ვამბობ ახლა ამას, მე ბოლო პერიოდში რამდენიმე ადამიანი ახალი კურსდამთავრებული დამიკავშირდა სამწუხაროდ და აზრი მკითხეს, რომ აი ამ მიმართულებით ვისწავლე და რა არის ჩემი პერსპექტივა, უნდათ კერძო სექტორში, უნდათ სხვადასხვა სექტორში და ჩემ და სამწუხაროდ და ამას ახლა არავის წინააღმდეგ არ ვამბობ, მაგრამ უნივერსიტეტები მოერგნენ, ასე ვთქვათ, საზოგადო ტრენდს და ძალიან ბევრ უნივერსიტეტში სტრატეგიული კომუნიკაციების გვერდზე ფრჩხილებში წერია PR-ი. და ძალიან არასწორ აღქმებს უღვივებენ ამ ბავშვებს, რომლებიც აბთავრებენ სკოლას და სრულიად არ არიან უნივერსიტეტს და სრულიად არ არიან შემზადებული იმისთვის, რომ იმ გარემოებებში, რა გარემოებს თავდაცვის სტრატეგიულ კომუნიკაციებს ჭირდება, გაიკვლიონ გზა ერთის მხრიდან და მეორეს მხრიდან თვითონ არიან დაბნეული თავისივე კარიერულ არჩევანში. ეს გადახვევა გავაკეთე. უბრალოდ აბსოლუტური სიმართლეა და სტრატკომზე რო ვისაუბრეთ, ბოლო პერიოდში რამდენიმე შემთხვევა იყო ეგეთი, რომ პირადად დამიკავშირდნენ, რახან იციან, რომ მე ამ მიმართულებით მუშაობდი და უბრალოდ აზრი მკითხეს და ეს არის ჩემი გულისტკივილი, რაც მინდოდა გამეზიარებინა სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით. ჩვენ ბევრი გულისტკივილი გვაქვს ზოგადად სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი
ვიშრომეთ იმ სისტემის შექმნისთვის, რა სისტემაც იყო რამდენიმე წლის წინ და ეხლა მაყურებელმა თვითონ გამოიტანოს დასკვნა, რამდენად ეფექტურად სრულდება ის ფუნქციები. მაყურებელს უბრალოდ შეუძლია ის მიზნები, რაც აქვს თავდაცვის სტრატეგიულ კომუნიკაციებს, აიღოს და მერე რეალობას მოარგოს თითოეული მიზანი და მიხვდება სად ვართ. კი ბატონო, რო გავაგრძელოთ თავდაცვის თემა და ჩვენი თავის დაცვის თემა, ასე ვთქვათ. ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია. რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიებზე დარჩენილი მოქალაქეების კოგნიტური სივრცეების ათვისება და როგორ შეიძლება ამ მიმართულებით იმუშაოს სახელმწიფომ და დაინტერესებულმა სამსახურებმა. ხო, ალბათ ეს ერთ-ერთი იმ გულის ტკივილთაგანია, რომელიც ჩვენ გვაქვს, რადგან ჩემი შეხედულებით, ჩემი პოზიცია, ჩემი დაკვირვებით ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა და ჯერ კიდევ შეიძლება. მე არ მინდა იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა რაღაცებს ცდილობენ ამ მიმართულებით, იმედი მაქვს და აკეთებენ ამას. უბრალოდ არ მინდა წყალში ჩავუყარო ეს შრომა და დასაფასებელია ისინი რასაც აკეთებენ, მაგრამ ეს უბრალოდ ზღვაში წვეთია იმასთან მიმართებაში, რაც უნდა კეთდებოდეს და გაკეთდეს. 30 წელიწადზე მეტი გაკეთდა, გავიდა და ჩვენ ფაქტიურად მე ვერ ხედავ მცირე ნიშანსაც კი, რომ იქ დარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებზე ჩვენ შეგვიძლია რაღაცნაირად პოზიტიური ზეგავლენა მოვახდინოთ და მოგვეხდინა. ჯერჯერობით ამის არანაირი ნიშანი არ არსებობს და არის თუ არა მნიშვნელოვანი. კი, ეს ტერიტორიები ფიზიკურად არის ოკუპირებული, მაგრამ სანამ ამ ტერიტორიებზე არის ინტერნეტი და სანამ ამ ტერიტორიებზე ჩვენ შეგვიძლია ვირტუალურად ვიყოთ, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახდინოთ ამ ტერიტორიის ვირტუალური ოკუპაცია. ჩვენ ეს ტერიტორიები პირველ რიგში ვირტუალურად შეგვიძლია რომ დავიბრუნოთ. როცა ამაზე დავიწყებთ მუშაობას და ამას მოვახერხებთ, ეს იქნება ტერიტორიული მთლიანობისკენ გადადგმული ერთი ძალიან დიდი და სერიოზული ნაბიჯი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ რაც დრო გადის უფრო და უფრო ნაკლები შანსი და პერსპექტივა გვაქვს რაიმენაირად მოვახერხოთ მშვიდობიანი თანაცხოვრება იქ დარჩენილ ადამიანებთან. რადგან იმდენად დიდი კულტურული უფსკრულია უკვე ორ საზოგადოებას შორის, რომ წარმოუდგენელი ხდება ხანდახან რომ ვფიქრობ და უშუალოდ როგორ შეიძლება ჩვენი თანაცხოვრება თანაარსებობა ძალიან დიდი კულტურული უფსკრულია ჩვენ შორის. აბსოლუტურად სხვა ღირებულებათა სისტემაა იქ და აბსოლუტურად სხვა ღირებულებათა ხეზე ვართ ჩვენ. იქ მოწინააღმდეგე 30 წელია მოწინააღმდეგეს არ შეუჩერებია თავისი იქ დარჩენილი ჩვენი მოქალაქეების ასე ვთქვათ მათ კოგნიტურ სივრცეებზე დივერსიები. არ შეჩერებულა ეს. ყველა დეტალი მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ყოველდღიურ რეჟიმში თავიანთ საზოგადოებას კვებავენ ქართველების სიძულვილით. ეს არის მათი მთავარი ამოცანა. ეს არის ის ბიპოლარული სამყარო, სუფთა რუსული ტექნოლოგიებით მიდის მუშაობა. ჩვენ და ისინი ამ ხალხის, ასე ვთქვათ, როგორც ისინი ცდილობენ საკუთარი ერის გაძლიერებას კვებავენ ქართველების სიძულვილით. და ეს ხდება ყოველდღიურ რეჟიმში, ეს არის ყოველდღიური რუტინა, იქ სეპარატისტული ხელისუფლების და შესაბამისი რუსული სამსახურების, რომლებიც კოორდინირებას უკეთებენ, ასე ვთქვათ და ლაგამი აქვთ ამოდებული ამ მარიონეტული რეჟიმისთვის. ამდენად ხელოვნურად იზრდება ჩვენ შორის უფსკრული და ეს უფსკრული უკვე ძალიან დიდია და მე აქედან ვერ ხედავ შესაბამის რეაქციას და რეაგირებას. ის რაც კეთდება, ჩემთვის არ არის საკმარისი, მიმაჩნია რომ ზღვაში წვეთია. და რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, დრო გადის და დრო ჩვენზე არ მუშაობს. და ყველაზე მთავარი, რატომ ამას იქ არიან გალის რაიონში ცხოვრობს უამრავი ეთნიკური ქართველი, რომელთა კოგნიტური სივრცეებიც დღეს მორღვეულია და მასზე ეფექტური კონტროლით, შეიძლება ასე ითქვას, ყოველ შემთხვევაში მცდელობა აქვს მოწინააღმდეგეს. და ჩვენ გარდა იმისა, რომ
აფხაზებს ვკარგავთ, ეთნიკურ აფხაზებს, როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენ ვდგავართ იმ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენ დავკარგოთ ჩვენი ქართული თანამოქალაქეებიც, რადგან მიდის აბსოლუტურად უკანონო, ამორალური პოლიტიკა მათი, ასე ვთქვათ, ეთნიკური ნიშნის წაშლისა. კი ბატონო. ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვენ ვისაუბრეთ ერთ სამიზნე აუდიტორიაზე, ასევე ვახსენეთ რომ ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია და საქართველოს ზოგადად არის მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური საზოგადოება. რა მნიშვნელობა აქვს ერთიანი ეროვნული ნარატივის შექმნას ქართული საზოგადოების გაერთიანებისთვის, ამ მრავალფეროვანი ქვეყნის გაერთიანებისთვის და ერთი იდეის გარშემო შეკვრისთვის, რა თქმა უნდა, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენი მეზობელი არის რუსეთი, რომელსაც დღე და ღამე აქვს მიმართული კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული სპეცსამსახურები, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი დაყოს, რაც შეიძლება მეტი კონფლიქტი გამოიწვიოს, არსებული კონფლიქტები რაც შეიძლება უფრო გააღრმავოს და ასე შემდეგ. კი, ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი საკითხია ერთიანი სახელმწიფო ნარატივის არსებობა უდაოდ ცალსახად. და მადლობა ამ შეკითხვისთვის. ერთიანი სახელმწიფო ნარატივის არსებობა მართლაც აი იცით როგორ რამე აი ქვეყნის და მოსახლეობის იმუნური სისტემაა რა ჩათვალეთ რა. აი მაღალი იმუნიტეტი გაქვს შენ როგორც ქვეყანას და საზოგადოებას თუ გაქვს ერთიანი სახელმწიფო ნარატივი. რატომ? იმიტომ რომ ეს შემთხვევითი ხო არ არის ამის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ ხო ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური საფუძვლები აქვს ამას ერთიანი ნარატივის არსებობას ადამიანებს ვიცით რომ გვაქვს მიდრეკილება კონკრეტული ჩვენ ჯგუფისში საკუთარი თავის დანახვის ხო ანუ ადამიანებმა უნდა იცოდნენ რომ ისინი რაღაცა ერთიან დიდ ჯგუფს მიეკუთვნებიან ადამიანებმა უნდა იცოდნენ ვინ არიან ადამიანებმა უნდა იცოდნენ რას აკეთებენ ადამიანებმა უნდა იცოდნენ როდის მიაღწევენ ამას და უნდა იცოდნენ რისთვის აკეთებენ თუ ამ ფუნდამენტურ საკითხებზე პასუხები არ აქვთ ადამიანებს მაშინ მათი ცხოვრება კონკრეტული სახელმწიფოს პირობებში არის უბრალოდ ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრება პირობითად და შინაარსმოკლებული ანუ ეს საზოგადოება ვერ ქმნის საზოგადოებრივ სიკეთეს მაშინ ჩვენ ცხოვრებას უბრალოდ აზრი ეკარგება მიხვდით ანუ მაშინ გამოიცნოთ ჩვენ ადვილი სამიზნეები ვართ კონკრეტული სამხედრო პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესების მქონე ჯგუფებისა ანუ ჩვენ თავს უნდა მივაკუთვნებდეთ კონკრეტულ ჯგუფს ჩვენ უნდა ვიცოდეთ და უნდა ვხედავდეთ ჩვენს თავს სახელმწიფოში ჩვენ უნდა გქონდეს პასუხი კითხვაზე რა ტიპის სახელმწიფო შენდება ეხლა და აქ და მე აი ამ მშენებლობის დროს ამ პერიოდში ჩემი ფუნქცია და როლი რა არის და ხედავს თუ არა სახელმწიფო ჩემს ფუნქციასა და როლს აფასებს თუ არა სახელმწიფო ჩემს ფუნქციასა და როლს და მაქვს თუ არა გარანტია იმისა რომ ჩემს გვერდით დგას ჩემი სახელმწიფო თუ ამ ტიპის ერთიანი ნარატივი არ არსებობს მაშინ სახელმწიფოს არ უნდა გქონდეს ამბიცია რომ ეს ადამიანები მისი მოქალაქეები კრიზისის დროს თავს გაწირავენ რაიმესთვის. არავინ არ იბრძოლებს არაფრისთვის და თუ არ არსებობს ნარატივი, ჩვენ ცხოვრობთ არაფერში. თუ არსებობს ნარატივი, მწყობრი ნარატივი, მაშინ ადამიანები მზად არიან თავი გაწირონ ამისთვის, იმიტომ რომ ძალიან მტკივნეულია, როდესაც ადამიანს უშლი და უსპობ იმ ჯგუფს, რომელსაც ის თავს მიაკუთვნებს, იმიტომ რომ ის ამ ჯგუფში პოულობს საკუთარ თავს და ის ამ ჯგუფში ახდენს რეალიზებას. და მით უფრო მაშინ, როდესაც შენ საქართველო ხარ, როცა შენი მეზობელი რუსეთია. როცა ესეთი პოლარიზებულია, ხო, საზოგადოება და ესეთი დაქსაქსულია და როცა თითქმის არ არსებობს საკითხი, რომელზეც დღეს საზოგადოება თანხმდება. წარმოგიდგენიათ ჩვენ რა სიტუაციაში ვცხოვრობთ, რა რეალობაა ჩვენს გარშემო, რომ არ არსებობს საკითხი, სადაც დღეს ამ სახელმწიფოს, ამ ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა თუ არა, ძალიან დიდი უმრავლესობა მაინც იტყვის, რომ ოკეი, შენ მიუხედავად შენი აი ამ პოლიტიკური შეხედულებებისა და ასე შემდეგ, მე შენს გვერდით ვარ ამ საკითხში. ვერც ერთ საკითხს ვერ დადებთ. გაჭირდება ასეთი საკითხის პოვნა. ეს არის ტრაგედია. და მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენ ბოლო 34 წლის მანძილზე, რაც დამოუკიდებლები ვართ, ეთნიკურ ნიადაგზე მოგვიწყვეს
ორი კონფლიქტი. ხო, აფხაზეთსა და ცხინვალში და ორივეს სარჩულად, კი, ჩემი ღმერთმენით სარჩულად, საფუძვლად, საბაბად ამოუდეს ეთნიკური სარჩული. კი, ეს არის, ანუ ჩვენ უნდა გვეყოს პოლიტიკური გონი და გამჭრიახობა, რომ გვესმოდეს მრავალ ეთნიკურ ქვეყანაში რა მნიშვნელობა აქვს ერთიან სახელმწიფო მწყობრ ნარატივს, სადაც მიუხედავად ჩვენი ეთნიკური სიჭრელისა თუ სხვა ტიპის განსხვავებებისა, თითოეული ჩვენთაგანი უნდა ვპოულობდეთ საერთოს. დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უნდა იცოდეს, ახსოვდეს და აფასებდეს, რომ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ და იხოცებოდნენ. ეს არის მთავარი. სხვა შემთხვევაში ჩვენ განწირულები ვართ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კონფლიქტებისთვის. კი. მე ეს არის ჩემი მოკრძალებული აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. კი, გეთანხმები აბსოლუტურად. ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ მოწინააღმდეგე იგებს რაღაცა საინფორმაციო გარემოში, მის მხარეს არის რაღაცა გადასული. ძალიან საინტერესოა მაყურებელს აუხსნათ, რას ნიშნავს საინფორმაციო ომის მოგება და რა მეთოდებით ხდება საინფორმაციო ომის მოგება. მადლობა საინტერესო შეკითხვისთვის. ჩემი დაკვირვებით დღეს რუსული პროპაგანდა ამ ომის მოგებას არ ცდილობს თავისი რაღაცა კონკრეტული დებატის მოგებით, ან კონკრეტული ნარატივის გამარჯვებით. მისი მთავარი ამოცანა არის თავს მოგახვიოს ამ ხელოვნურად შექმნილი რეალობის ინტერპრეტაცია. ის არ ცდილობს, რომ შენ მოკიდოს რაღაცა თემები და გაიმარჯვოს შენთან დებატში, არა, ის უბრალოდ გიქმნის ილუზიას და გიკეთებს კონკრეტული რეალობის ინტერპრეტაციას და ცდილობს დაგარწმუნოს თავს მოგახვიოს ეს ინტერპრეტაცია. და ერთ-ერთი ტექნიკა ამისი ეს არის ფრეიმინგი, ანუ დაჩარჩოება თუ შეიძლება ინფორმაციისთვის ჩარჩოს გაკეთება. ჩვენ ალბათ დროა გავაცნობიერეთ, რომ საინფორმაციო ომს იგებს და მოიგებს ის ვინც პირველი გაუკეთებს ინფორმაციას ჩარჩოს. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ნახატი, რომლის აღქმა ჩარჩოს გარეშე სხვანაირია და რომელიც და ამ ნახატს თუ ჩვენ გაუკეთებთ შესაბამისი მასალით, შესაბამისი ფერებით ჩარჩოს, მისი აღქმა შეიძლება სრულიად შეიცვალოს. ამიტომ ის ასევე ხდება ინფორმაციის დროსაც რა. ვინც გაუკეთებს პირველი ინფორმაციას შესაბამის ჩარჩოს, ის მოიგებს ამ საინფორმაციო ომს. მაგალითისთვის ერთი მარტივი მაგალითი რომ ვთქვათ. მე თუ ვარ კონკრეტულ ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მინდა რომ გადავფარო ჩემს სამსახურში არსებული, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების პრობლემები, სამუშაო გარემოში არსებული უსაფრთხო პრობლემები, ჩემს თანამშრომლებს ვეუბნები, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო გამოწვევებით სავსე სამსახური. ჩემი ოპონენტი ეტყვის, რომ მე უხეშად ვარღვევ ჩემი თანამშრომლების ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს ოფისში. აი ეს არის ფრეიმინგის მარტივი მაგალითი და რატო რა არის ახლა ფრეიმინგის თავარი ამოცანა? ფრეიმინგის თავარი ამოცანა არის რა? მაგალითად კონფლიქტის შემთხვევაში კონფლიქტის განმარტოს კონფლიქტის დეფინიცია ისე როგორც მას სურს. მოახდინოს საკუთარი თავის ლეგიტიმაცია, ანუ ამ აქტორმა მოახდინოს საკუთარი თავის ლეგიტიმაცია, როგორც დაუშვათ მორალურმა აქტორმა, როგორც ჰუმანიტარულმა აქტორმა, სადაც ის იძულებულია რაღაცები აკეთოს, თორე სურვილი არ აქვს. გადაიტანოს პასუხისმგებლობა მოწინააღმდეგეზე და თქვას, რომ არა მოწინააღმდეგის ასე ვთქვათ, უსინდისობა და უნამუსობა ის ამ აგრესიულ ქმედებაზე წამსვლელი არ იყო და ფრეიმინგის კლასიკური მაგალითი უახლოეს თანამედროვე რეალობიდან რა არის? ეს არის უკრაინაში რუსული აგრესიისთვის სამსიტყვიანი სათაურის დარქმევა რუსების მხრიდან. აი, ნებისმიერ ანალიტიკოს თქვენ რომ დაავალოთ, დაწეროს თემა რუსეთის სახელმწიფო ინტერესებზე უკრაინაში, ეს დოკუმენტი შეიძლება გამოვიდეს, რა ვიცი, რამდენიმე ტომი. შესაბამისმა სამსახურმა იფიქრა და ამ ყველაფერს, ამ აგრესიას სამ სიტყვაში გაუკეთა სათაური. აი წარმოგიდგენთ, ანუ როცა ფრეიმინგზე ვსაუბრობთ, ჩვენ შეგვიძლია გავაცნობიეროთ, რამდენად რთული თემაა საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციები და რამდენად დიდი კომპეტენცია და პროფესიონალიზმია საჭირო.
სამ სიტყვაში დაასათაურეს თავიანთი ქცევა ფრეიმინგის გამოყენებით. სპეციალური სამხედრო ოპერაცია. აი, თუ დეკონსტრუქციას გავუკეთებთ ამ ჩარჩოს, ხო, გამოჩნდება ძალიან საინტერესო დეტალები. ანუ აქ აგრესია და ტერიტორიების დაპყრობაზე კი არის საუბრეს. პირველი რა ქნეს? გააჩინეს კონფლიქტის სათაურით რა გვითხრეს, რა გზავნილი გაუგზავნეს საკუთარ მოსახლეობას და რა გზავნილი გაუგზავნეს გარე აუდიტორიას. მათ უთხრეს, რომ ამ სათაურით მათ შეამცირეს კონფლიქტის მასშტაბები. მათ საკუთარ აუდიტორიას და გარე აუდიტორიას უთხრეს, რომ ეხა ეს არ არის რა იმ მასშტაბის თემა და საქმე, რომ საკუთარ აუდიტორიას უთხრეს, რომ შეშფოთდეთ და ინერვიულოთ, ხოლო გარე აუდიტორიას დასავლეთის სახელმწიფოებს და სამხედრო პოლიტიკური მიზნების მქონე ორგანიზაციებს უთხრეს, რომ მცირე მასშტაბის პრობლემაა რა, ამას მე ვაგვარებ, ჩემი თემაა, მე მეკუთვნის და ეხლა მაცადი ამ თემის მოგვარება რა, ნუ გამოენთები შენ, იმიტომ რომ სამხედრო ოპერაციაა რა. აგრესია კი არ არის, ტერიტორიებს კი არ ვიპყრობ, ეხლა ხალხი კი არ უნდა ვხოცო იქ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ვატარებ 3 დღეში ვრჩები რა. აი ეს არის ჩარჩო ფრეიმინგი. ოპერაცია, სიტყვა ოპერაცია, რატოა გამოყენებული ოპერაცია? ჩვენს ადამიანების ქვეცნობიერში და თუ ცნობიერში ოპერაცია რო გვესმის, რომ სახელმწიფომ ჩაატარა ოპერაცია, ავტომატურად ვფიქრობთ და მივდივართ იქითკენ ჩვენი ფიქრებით, რომ მეორე მხარეს დგას კრიმინალური ჯგუფი, ტერორისტული დაჯგუფებები, რაღაცა დანაშაულის ჩამდენი ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ განეიტრალებას, ლიკვიდაციას და ამ შემთხვევაში ოპერაციაა საჭირო და ვინც ოპერაციას ატარებს, ესე იგი მას უნდა მივცეთ შესაბამისი ლეგიტიმაცია. ხო, ოპერაცია ამ განცდას, ამ ასოციაციებს იწვევს შენში. ტერიტორიების დაბრუნება კი არ დაარქვეს ამას და უკრაინის დაპყრობა და ოკუპაცია კი არ დაარქვეს რუსებმა ამ ოპერაციას. შემოიტანეს ისეთი განმარტებები, როგორც ეს დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია. რატომ? იმიტომ, რომ ამ ტერმინებმა გააღვიძა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პირველ რიგში რუსეთში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი კოგნიტური რაღაცა სქემები და ფსიქოლოგიური ასოციაციები, რომ ისევე როგორც მაშინ მეორე მსოფლიო ომის დროს მეორე მხარეს დგას ნაციზმი და ფაშიზმი, რომელიც საჭიროებს დემილიტარიზაციას, განეიტრალებას და ისევე როგორც მაშინ დღეს რუსეთი არის, ასე ვთქვათ, მორალური უპირატესობის მქონე, ლეგიტიმაციის მქონე სახელმწიფო, რომელმაც ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს. მას ეკუთვნის ამ პრობლემის მოგვარება, მას შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება და შენ რუსეთის მოქალაქე ვალდებული ხარ ამის ლეგიტიმაცია მომცე. აი ეს არის ფრეიმინგის ნათელი მაგალითი ჩემი აზრით და კლასიკური სამწუხაროდ. ასეა ეს მაგალითი გვაქვს. ანუ აქ ამით მასშტაბი შეამცირა, მორალური უპირატესობის მოპოვება სცადა და საკუთარი მოსახლეობის დაშოშმინებაც სცადა. მეორე საკითხია ვინ რა და როგორ დაიჯერა, მაგრამ ფრეიმინგისთვის ეს ასე იყო გამოყენებული. კიდევ ერთი მაგალითი სხვათა შორის ფრეიმინგისთვის, ქართველებისთვის და ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ესეთი ჩარჩო კონცეფცია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შემოგთავაზა საბჭოთა კავშირმა, ეს არის სამამულო ომი, დიდი სამამულო ომი. აქაც სამ სიტყვაში ჩაატიეს ის ეროვნული ტრაგედია ქართველებისთვის, რასაც მეორე სამამულო ომში მონაწილეობა ჰქვია. რა არის სამამულო ომი? აი მოდით დავშალოთ ახლა ეს თემა რა. რას ნიშნავს სამამულო ომი, ხო? სამამულო ომი არის, როცა შენი სარწმუნოებისთვის, შენი დროშისთვის, შენი ჰიმნისთვის, შენი ხალხისთვის, შენი ტერიტორიებისთვის იბრძვი შენს ხალხთან ერთად. მე ესე მიმაჩნია და ესე მგონია, რომ ეს არის სამამულო ომი. ქართველებისთვის სამამულო ომი არის დიდგორი. ქართველებისთვის დიდი სამამულო ომი იყო კრწანისი. მეორე მსოფლიო ომი ქართველებისთვის სამამულო ომი არ ყოფილა. ჩემი აზრით არ ყოფილა, იმიტომ რომ არც ერთ ამ ძირითად პარამეტრს ეს სამამულო ომი არ აკმაყოფილებდა. მეორე მხარე გვეუბნება, რომ იცი რა, მორალური უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო, ჩვენ ნაციზმს და ფაშიზმს ვებრძოდით. რა
და რომ არა ეს ომი და რომ არა სტალინი და ამ ომის მოგება, ჩვენ გერმანელები დაგვიპყრობდნენ და ვიქნებოდით ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებული სახელმწიფო. ეს დაახლოებით როგორი ამბავია ის ცნობილი ანეკდოტი რომ არის ბებია ჩემი რო ბაბუა ჩემი ყოფილიყო, აი მაგას გავს. რა გარანტია გვაქვს და რა გარანტია არსებობს რომ არა ეს სიტუაციური შემთხვევითობა ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა იმპერიის მხარდამხარ არ მოუწევდათ ქართველებს მომავალში სამარცხვინო აგრესიულ ომებში მონაწილეობა ევროპელი ხალხის და ევროპის სახელმწიფოების წინააღმდეგ. ეს ორი იმპერია ხო 51 წლამდე ერთმანეთის მოკავშირეები იყვნენ. ისინი ხო ერთად იყოფდნენ სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიებს და თამაშობდნენ ამ ხალხების ბედით, ხო? რა გარანტიაა, რომ ისინი არ გააგრძელებდნენ ერთად ტანდემში მოქმედებას და ამ სამარცხვინო ტანდემთან ერთად არ მოგვიწევდა ბრძოლა, რა ავღანეთში ვერაომეს ქართველები, ეგრეთ წოდებულ ავღანელებს რომ ვეძახით. რა დიდი სიხარულით მიდიოდნენ ავღანეთში ჩვენი ქართველები და დიდი სიხარულით იხოცებოდნენ იქ, რა თქმა უნდა, არა ხო? ეს კორეაშიც იბრძოდნენ. კორეაშიც ხო? რა დავიჯერო დიდი სიხარულით ჩაიყვანეს ქართველები ჩეხეთში, როდესაც იქ არბევდნენ ადგილობრივ მოსახლეობას საბჭოთა კავშირის პერიოდში, არ მგონია რა სიხარულით მიდიოდნენ ქართველები მეორე მსოფლიო ომში. არ მგონია გაიხსენოს ყველამ თავისი ოჯახების ისტორია, როგორც ცდილობდნენ ოჯახები თავიანთი შვილების გადამალვას და არ გაშვებას ამ ომში. ჯერ ერთი რამდენად ცინიკური ფრეიმინგია აი ამ ტრაგედიის, ხო, დიდი სამამულო ომი. ანუ რუსების მთავარი ამოცანა იყო მასობრივი ეიფორიით გადაეფარათ მასობრივი ტრაგედია ქართული ხალხის, იმიტომ რომ 1921 წელს მოვიდნენ გაგვანადგურეს, დაგხოცეს, დაგვამცირეს, დამოუკიდებლობა წაგვართვეს, ყველაზე ძვირფასი წაგვართვეს, გაგვაუპატიურეს, გაგვანადგურეს, მერე 19 წელიწადი რა არის, ხო, ისტორიის არაფერი. 19 წელიწადში მოკიდეს 700.000 კაცს ხელი, წაიყვანეს, აქედან ნახევარი დატოვეს იქ, სადაც დატოვეს, მათ შორის უმეტესობა საბჭოთა არაპროფესიონალი ოფიცრების არაპროფესიონალიზმს შეეწირა. ნახევარი ვინც დაბრუნდა იყო ფიზიკურად ან მორალურად დასახიჩრებული. ანუ სრული ეროვნული ტრაგედია შეგვიფუთეს და მასობრივი ეიფორიის საფარქვეშ გაგვიტარეს როგორც არაფერი. ქართულ კინემატოგრაფიას თუ გადავხედავთ, იქ ნათლად ჩანს, რომ ეს არ ყოფილა რა ჩვენი სამამულო ომი. ამიღო ჯარისკაცის მამა. ამ კინოში კარგად ჩანს, ამ ფილმში კარგად ჩანს, ეს არ არის რა ქართველების სამამულო ომი რა. ეს ფილმი გაძორა ძალიან კარგი რომ გაუძვრა ცენზურას. სად მიდის ჯარისკაცის მამა ომში? რატომ მიდის? ნაცისტების დასახოცად არ მიდის იქ. თავისი შვილის ანახავად მიდის, რომელიც უბრალოდ მოტაცეს და წაიყვანეს ნატრება ქართულ კაცს რა. იმ ნაცისტების დახოცვის ჟინიკი არ აქვს და სურვილი. კახელ კაც შვილი მოტაცეს და წაიყვანეს ომში. ეხა იქ რო გმირულად იბრძოდნენ მერე ქართველები, ეს სხვა საკითხია. ეს სხვა საკითხია. მაგრამ შვილისთვის მიდის ეს კაცი იქ და ჩანს რომ იმ ფილმშივე ჩანს რომ ჩვენ სხვის ომში ვიბრძვით რა. ჩანს რომ სხვა ხალხის გვერდით ვიბრძვით იქ. როდესაც ის ალიყურ შემოჰკრავს იმ რუსს, იქ ჩანს რომ ეს არ არის ჩვენი ომი. იმიტომ რომ ჩვენ და რუსებისთვის ვენახი და ვაზი სხვადასხვა ცივილიზაციური კულტურაა და სხვა ღირებულების მატარებელია. ჩვენ მე ქართველი და ვენახი ვართ ერთი მთლიანობა. ის ჩვენი სისხლია. ხო იმისთვის არაფერი არ არის, მას შეუძლია ტანკით გადაუაროს რა. აქაც ჩანს ეს მომენტი, რომ ჩვენი ომი არ ყოფილა. აი ეს არის ფრეიმინგი. ეს სამარცხვინო ასე ვთქვათ ისტორია, რომელიც დაწერეს ხო რუსებმა. ესეც ფრეიმინგია და ქართულ პოლიტიკაშიც გვაქვს დღეს კიდევ ფრეიმინგის ბევრი მაგალითი, თანამედროვე პოლიტიკაშიც არის დღეს ბევრი ფრეიმინგის მაგალითები და ამ საინფორმაციო დღეს დღევანდელ თანამედროვე ქართულ შიდა პოლიტიკას გულისხმობ, ამ პოლიტიკაში იგებს ის ვინც ფრეიმინგს უკეთებს და ვინც ჩარჩოს უკეთებს და ლაგამს ამოსდებს ხოლმე პირველი ამ ინფორმაციას. კი, გეთანხმები აბსოლუტურად და ბოლოსკენ რასაც დავამატებ ერთადერთი არის რომ ბევრი ახლა შეიძლება ვინც გვიყურებს ელოდება რომ ჩვენ რაღაც ბულეტ პოინტებად ჩამოვშლით რომ თავი რომ დავიცვათ ამისგან უნდა გააკეთოთ ეს რაღაც ფორმულასავით რომ ესქენი და თავს დავიცავთ. დღევანდელი გადაცემის მიზანი ჩემი აზრით არის რომ თავ დასაწყისში როგორც თქვი რომ ამ თემებზე ამ კუთხიდან პრაქტიკულად არავინ არ საუბრობს და ამ თემაზე
ყველაზე კიდევ ერთი რისი თქმაც მინდა არის რომ არ არის დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან, საინფორმაციო ოპერაციებთან, ფსიქოლოგიურ ოპერაციებთან ბრძოლა ისეთი მარტივი რომ რაღაც bullet point-ებად ჩამოვწეროთ რომ აი ამას თუ იზამ შენ დაცული იქნები, ამას თუ ეს არის ძალიან კომპლექსური თემა და ძალიან კომპლექსური თემის, ძალიან რთული თემის ჩემი აზრით გამარტივება, რაც მოსახლეობას აძლევს იმის საბაბს, რომ იფიქროს, რომ რახან bullet point-ებად შეიძლება ჩამოიწეროს მეთოდები, როგორ დავიცვათ თავი, მაშინ ეს არ არის ისეთი საფრთხე, რომ ვიფიქროთ მაგაზე კომპლექსურად. ჩემი აზრით დღეს ძალიან კარგად ავხსენით, რომ ეს არ არის რაღაც ერთი კაცი როზის და რაღაც ფორმულას წერს, რომ სათაური გამოჩნდეს ისეთი, რომ დააგეგმონ ასე. ეს არის ჩვეულებრივი სამხედრო ოპერაცია, რომელიც იგეგმება ადამიანების მიმართ, რომლებსაც აქვთ ძალიან სერიოზული გამოცდილება ოპერაცია სხვადასხვა ტიპის სადაზვერვო თუ სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის, ისინი მიყვებიან დოქტრინებს, ისინი მიყვებიან ფსიქოლოგიური ზემოქმედების სხვადასხვა თეორიებს და მეთოდებს და არ არსებობს ერთი ფორმულა, რომლის მიხედვითაც ისინი მოქმედებენ და არ არსებობს ერთი დამცავი, რომლის მიხედვითაც ისინი მოქმედებენ და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაციები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და შენი აზრიც მაინტერესებს. ბუნებრივად ლოგიკურად მინდა გავაგრძელო და გადავიდე ამ თემაზე რაც შეეხება გამზადებულ და მზარ რეცეპტებს. ნამდვილად ცალსახად ასეთი ვერ გვექნება, ძალიან კომპლექსური და რთული თემა. მე მინდა გავიხსენო ჩემი სამსახურეობრივი პერიოდიდან ერთი მომენტი. როდესაც ვიწყებდი თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაციის აი ამ უწყების დეპარტამენტის მშენებლობას და საქმიანობას, ჩვენ უამრავი ჩვენი კოლეგა დასავლეთიდან გვეხმარებოდა ამ საქმეში და სულ ყველას ვეკითხებოდი, რომ რა არის ეს ფორმულა სწრაფად როგორ შეიძლება გავაკეთოთ, როგორ შეიძლება გავიდეთ რაღაც სწრაფ შედეგებზე და აი რა გამზადებული მზარ რეცეპტები, აბა ეს მოგვეცით, ეს მოგვეცით. ვითხოვდით ტექნიკურ საშუალებებს და ვითხოვდით პრაქტიკულ მაგალითებს და სულ მეუბნებოდნენ ხოლმე ჩვენი დასავლელი კოლეგები, რომ იცი რა, ყველაზე მთავარი და უნიკალური რეცეპტი არის შემდეგი. გაატარეთ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები. და წავიდოდნენ ხოლმე და ძალიან ნერვები მეშლებოდა ამ ყველაფერზე, რომ რა დემოკრატიული რეფორმები გეუბნებით, რომ ეს არის თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაცია, გვჭირდება რაღაცა მაგალითების, ინფოოფსის, საიოფსის, ექსპერტების, არა, გვეუბნებოდნენ. გაატარეთ დემოკრატიული რეფორმები, შექმნით დამოუკიდებელი სასამართლო, დაიცავით ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები და თქვენ აჯობებთ მოწინააღმდეგეს. ამის გააზრება არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ რეცეპტებზია საუბარი, ერთი ყველაზე უნიკალური რეცეპტი ლუმინალევით, როგორც იმ ქართულ ფილმშია, არის ეს. ეს არის უტყუარი წამალი, რომელიც თუ არ მოგარჩენს, არც გაწყენს რა, ეთლისტ. ამიტომ ეს არის რა ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ადამიანს უნდა ეძვირფასებოდეს იმ სახელმწიფოში ცხოვრება, რომელშიც ცხოვრობს და რომელისთვის სიკვდილსაც მერე თხოვენ. სახელმწიფოსა და ადამიანს შორის ურთიერთობაში ყველაზე მთავარი რა არის? პერიოდს, რომელსაც ჩვენ გავდივართ და ვცხოვრობთ, იმ პერიოდში, როდესაც ხარ დაუშვათ 10 წლის, სხვა ტიპის მოთხოვნები გაქვს, ხო? და სხვა რამეში გჭირდება ეს სახელმწიფო, კარგი ბაღი გინდა და კარგი დასვენება გინდა და როცა 15 წლის ხარ და თინეიჯერი ხარ, კარგი გართობა გინდა და კარგი საბანაკე სივრცე გინდა და კარგი სალაშქრო აღჭურვილობა გინდა. როცა 18-19 ხარ, კარგი საგანმანათლებლო სისტემა გინდა, სახელმწიფოსგან ამას ითხოვ. როცა უკვე 30 წლის ხარ, კარგი სამსახური გინდა და კარგი შემოსავალი გინდა. მერე როცა პენსიონერი ხარ, კარგი პენსია გინდა და შენი შვილების კეთილდღეობა და ამ პერიოდში სულ გჭირდება რომ შენს გვერდით იდგეს შენი სახელმწიფო. და თუ შენ აღმოაჩენ რომ აი ამ პერიოდებში შენს გვერდით იყო სახელმწიფო, მაშინ შენ თავს ვალდებულად გრძნობ რომ ამ სახელმწიფოს წინაშეც. და თუ ჩვენ გადავხედავთ ახლა ჩვენს განვლილ ცხოვრებას და ასე დავყოფთ ასაკობრივ ჯგუფებად ჩვენს განვლილ ცხოვრებას, აღმოვაჩენთ რომ ყველაზე კრიტიკულ, ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში
ჩვენი სახელმწიფო მაინც და მაინც ღირსეულად ვერ იდგა ხოლმე ჩვენს გვერდით, ხო? მაგრამ ჩვენ ხო მაინც ეს უპირობოდ ვაგზავნებთ ამ სახელმწიფოს სიყვარულს. მაგრამ საბოლოო ჯამში, როცა საქმეზე დგება, ეს არ არის სამმხრივი ურთიერთობა. ეს არის ორმხრივი ურთიერთობა, ძალიან ინტიმური, ძალიან კომპლექსური, სადაც სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის არსებობს ურთიერთგაგება, ორმხრივი ურთიერთობები უკავშირებით. ამიტომ წარმოუდგენელია სხვანაირად, სხვა არაფერი არ უშველის ამ სიტუაციას. კი ბატონო. ეს ჩემი მხრიდან ბოლო კომენტარი იყო. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, ძალიან საინტერესო და გულწრფელი საუბრისთვის. რა ვიცი, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით დაინახოს ქართულმა საზოგადოებამ ის პრობლემა, რა პრობლემის წინაშეც ვდგავართ ჩვენ და ეს არ არის ის პრობლემა, რომელიც დღეს არის და ხვალ არ იქნება. სანამ არის ადამიანი, სანამ არის ინტერნეტი, სანამ არის ტელევიზია, მანამდე ეს პრობლემა აუცილებლად იქნება და შეიძლება ყოველდღე უფრო გამწვავდეს. 2000 წელს ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ სოციალური მედია გადაწყვეტდა სოფლიოს პოლიტიკის ბედს. მაგრამ ეხლა ესე არის და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩვენ შვილებსაც და ჩვენ თავსაც რამენაირად შთავაგონოთ და ვასწავლოთ, როგორ შეიძლება ამ სამყაროში ვიცხოვროთ როგორც პასუხისგებლიანმა მოქალაქემ. ძალიან დიდი მადლობა გიორგი კიდევ ერთხელ. ჩვენ კი დაგიბრუნდებით შემდეგ სამშაბათს ისევ 8 საათზე. მანამდე გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, იაქტიუროთ კომენტარებში და რა თქმა უნდა გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის გვერდი. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ.